გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. დღეს ჩემი სტუმარია მომღერალი და ინფლუენსერი, რომელმაც თავისი ხასიათით, ენერგიით და საკმაოდ არასტანდარტული სილამაზით უკვე უამრავი ადამიანის ყურადღება მიიქცია. თან არამხოლოდ საქართველოში. 27 წლის ასაკში მან უკვე მიაღწია იმას, რაზეც ძალიან ბევრი ჯერ მხოლოდ ოცნებობს. აიწყო კარიერა და მას უყურებს ასობით ათასი ადამიანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ მისით აღფრთოვანდებით, იმიტომ რომ სულ რამდენიმე წუთია რაც შემოვიდა სტუდიაში და უკვე შეგვეწყო ყველას, ვინც აქ დავხვდით. განწყობა აგვიმაღლდა მომენტალურად და უკვე რაღაც კარგი ხასიათით ვიწყებთ ამ პოდკასტს, რაც მე ძალიან მომწონს. მაგრამ სანამ გაგაცნობთ ჩემს სტუმარს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დღევანდელ ეპიზოდს წარმოგიდგენთ ესპანური დერმატოლოგიური ბრენდი Babe, რომელზეც უფრო მეც გაიგებთ ჩემი ინსტაგრამიდან, სადაც გიყვებით ჩემი ცხოვრების სტილის, თავის მოვლის და თვითზრუნვის შესახებ. ასევე უნდა შეგახსენოთ, რომ სამკაულების ბრენდი Hair ჩემს მაყურებელს თავაზობს 20%-იან ექსკლუზიურ ფასდაკლებას, თუ კი შოპინგებთ Hair-ის საიტზე. რა თქმა უნდა, მე დეტალებს მივუთითებ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში, სადაც დაგხვდებათ პრომო კოდი, რომელიც აუცილებლად უნდა შეიყვანოთ ფასდაკლების მისაღებად. რა თქმა უნდა, ჩაწერები მიმდინარეობს პოდკასტ არეაში და ახლა წარმოგიდგენთ ჩემს სტუმარს. გატრუნული გისმენდი, მაგრამ თან მინდოდა შევასრულყავ, რომ მადლობა, ბრავო. მანიუ მურღულია, მეგობრებო. ვინც არ იცნობთ, მანიუ არის მომღერალი, როგორც გითხარით, ინფლუენსერი და აი ძალიან საინტერესო ადამიანი და ჩემთვის რატომ ხარ იცი საინტერესო? ბევრს უცდია ის რაც შენ ცადე ამ სფეროში, მაგრამ ვერ მიაღწიეს თან ასე მოკლე დროში იმ წარმატებას, რასაც შენ მიაღწიე. აი მე ვფიქრობდი შენზე, როცა ვემზადებოდი ამ პოდკასტისთვის, რომ აი რა აქვს ამ გოგოს, აი რა აქვს, რომ აი ასეთი წარმატება ხვდა წილად 27 წლის ასაკში. ჩემი პასუხები მაქვს. ხო და აი მე მინდა რომ დღევანდელი საუბრის შემდეგ მაყურებელმა ყველამ თავისთვის, აი თავისი პასუხი იპოვოს, თუ რა არის შენი წარმატების მიზეზი, იმიტომ რომ აი ასეთი საუბრების მერე ესეთი უშუალო რაღაცნაირი ისეთი კითხვების მერე, რომელიც ადამიანის პიროვნებას ხსნის და გვანახებს, ყველა თავის პასუხს პოულობს. თუმცა შენი აზრიც მაინტერესებს, რა თქმა უნდა. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა, რომ მოხვედი, მანიუ გამოვიჭირე, რასაც ქვია, იმიტომ რომ ხოლმე მიდის თბილისიდან და თან ამ ზაფხულში კაცმარიცის როდის შევძლებდი კიდე შენს ჩაჭერას და ამ სტუდიაში მოყვანას. არა, ნახე, სალომე, რომ დამირეკე. მე ისე გამიხარდა რომ დამირეკე, რომ სულ რომ მივდიოდე, ხო მივდივარ, მაგრამ აი დღეს რო იყოს ეგ წასვლის დღე, არ რამეს მოვიფიქრებდი და მოვიდოდი, იმიტომ რომ რავი, წეგანაც რო შემოვედი, ეგ გითხარი, რომ ადრე გიყურებდი. ოღონდ მე მაშინ პატარა ვიყავი და შენ იყავი დამწყები მაშინ, ანუ ფაქტობრივად შენ შემოაღე კარიერა ამ ინფლუენსერობისა და აი მართლა აღფრთოვანებული ვიყურებდი, იმიტომ რომ აი ძალიან დაწყობილი საუბარი ხო გაქვს და აი ძალიან ხალური ხარა და მეთქი აი სალომე უნდა გამოვიდე მეგობრებო. აი რა სა. ინსტაგრამზე რომ მომწერა შევდი, ანუ ვუყურებ ამ ტელეფონს მეთქი. Is this real? ანუ მართლა? კაი ეგრევე მეთქი ჩქარ-ჩქარა დამირეკე, კიკი მოკარაგოთ და სხვათა შორის აი გამიხარდა რომ ეგეთი კაი აურა გაქვს თუნდაც ტელეფონის ზარზეც რა. იმიტომ რომ ეგრევე გინდება რომ მე იმ ადამიანთან პოდკასტზეც მიხვიდე და ზოგადადაც აი მეგობრო რა და მადლობა რომ მომიწვიე. რამდენი კაი რაღაც მითხარი, ასეთ რამე ჯერ ჩემთვის არც ეს სტუმარს არ ვიყურებ. მართლა იმიტომ რომ ნახე გაბადრული ვზივარ, აი რაღაცა მგონია რომ კაი ხანია გიცნობ რა. ხო, სხვათა შორის მეც მაქვს ეგ განწყობა. აი შენ რო გიყურებდი, უფრო TikTok-ზე გიყურებდი, არ ვიცი რატო Instagram-ს გაქვს და მანიუს სოციმედიას მივუთითებ თავისუფლად. სანამ მანიუს სოციმედიას მივუთითებთ, ვისი გვერდი უნდა გამოვიწეროთ? მეგობრებო, YouTube-ია ეს აუცილებლად გამოვიწერეთ სალომეს მაპატიეთ, ეს არაჩვეულებრივი გვერდი, იმიტომ რომ ძალიან კარგი პოდკასტები აქვს. მაგრამ ჩემი იქნება ახლა გადასარევ. შენი უკვე გადასარევ, უკვე რაღაც ისეთი სხვანაირი განწყობილება შემოიტანე. და სხვანაირი ჯდომა, მაპატია, შენ ძალიან ქალურად ზიხარ და მე უბრალოდ კომფორტულად ვზივარ. არა, შენ ზიხარ, როგორც უნდა იჯდე, ყველა ისე უნდა იჯდეს, როგორც უხარია და ძალიან მიხარია, რომ შენ აი ეს აი შენი თავისუფლება და რაღაც ეს სილაღე, აი სულ დაყვება ყველგან, კამერებშიც. მე რაღაც კითხვები ხომ მქონდა მომზადებული, უკვე მაქვს პასუხები ამ კითხვებზე. ო, კარგია. ხო, მოკლედ იქნებ რაღაცები ჩემზე. მე დარწმუნებული ვარ, შენ აი არ ვიცი, შენ ხო ჯენზი ხარ? დიახ. ხო. ძალიან სიამაყით რომ თქვი. ხო, ეს ჯენზის ხო გახასიათებთ ეს რაღაც ძალიან დიდი სილაღე, თავისუფლება და აი შენ თავთან თითქოს ძალიან ახლოს ხარ.
და არ ხართ დაშორებულები რა თქვენს რეალურ სახეს და არ გჭირდებათ რაღაც ზედმეტი ჭიდილი რომ მიუახლოვდე შენ თავს როგორი ხარ სინამდვილეში. მგონია რომ ეს ბუნებრივად ასე იზრდებით. ბუნებრივად ვიზრდებით ძალიან ხოლმე თქვი. აი თავიდანვე ეგრე ვიყავი თქო თინეიჯერობაშიც ეგრე არ არის რა. მაგაზე მუშაობა გჭირდება ყველა ვარიანტში. ხო და აი ეს მაინტერესებდა შენთან ყველაზე მეტად რომ აი ესეთი როგორიც ხარ დღეს. აი თქვენ რომ ნახავთ მანიუს TikTok-ზე, Instagram-ზე, თუნდაც იმ კლიპებში, სადაც შენ მღერი, აი მიხვდებით რომ ეს გოგო ძალიან თავისუფალია და ნეტა ესეთი იყო ყოველთვის თუ რაღაც დროის მერე გახდი. არა, სულ ესეთი ფიზიკურად ვერ იქნება ადამიანი ჩემი აზრით. ახლა დაბადებიდანვე ესეთი ლაღი და თავისუფალი შეიძლება სახლში და მეგობრებთან იყო, მაგრამ ახლა ყველგან და გარეთ მით უმეტეს. არა. თავიდან საერთოდ როცა დავიწყე აი TikTok-ზეც გამოჩენა, თუნდაც ტელევიზიაში როდესაც დავიწყე მუშაობა, მე გულით მჯეროდა რომ მაგარი თავისუფალი ვიყავი და საერთოდ არ ვიყავი შებოჭილი და კამერებთანაც ანუ კარგად ვლაპარაკობდი. არა. ეს მოიტანა წლებმა, ეს აი რო ამბობენ ხოლმე დიდი თაობის ადამიანები რომ გამოცდილება ყველაფერია, დაუჯერეთ სწორს ამბობენ, მართლა და მე მოვიდა ნელ-ნელა რა. თავიდან არ მქონდა ეგ მიდგომა რომ სიტყვაზე ყველაფერი უნდა გავაკეთო. აი რაღაცეებზე ცოტა თავს ვიწონებდი თითქოს აი მე ამას არ ვიზავ, მე იქ არ ვიმღერებ, მე ამას არ გადავიღებ. ეგ მქონდა, მაგას ვაღიარებ, ჩვეულებრივი ამბავია და მიუხედავად იმისა რომ დედა ჩემი ძალიან მუშაობდა ხოლმე მაგაზე ყოველთვის, დედა აქედან მოგკითხავ მიყვარხარ. და სულ ამბობდა რომ ხოლმე მანიუ არაუშავს ცადე რაღაცა, მაინც მქონდა ხოლმე ეგ თვისება რომ აი ძალიან ჯიუტი ვიყავი და არა თუ თქვი, არა. აჰა. მაგრამ ეხლა ეგრე აღარ ვარ და მადლობა რომ ეგრე აღარ ვარ, იმიტომ რომ ბევრად დიდი ნაბიჯები გადავდგი ჩემი აზრით. აჰა. ბევრად კარგ რაღაცებს მივაღწიე და მართლა უფრო თავისუფალი ვარ რა. აი თუნდაც აი ქუჩაში რომ დავდიოდი ხოლმე და აი რაღაცის გადაღება მინდოდა მრცხვენოდა. მარტო აი ოდნავ ხელი რომ ამეწია, მეთქი აი ვინმე თუ მიყურებს, არ იფიქროს რომ გიჟი ვარ ან რაღაც აი მართლა მქონდა ხოლმე ეგანც და რა. ახლა პრობლემა არ მაქვს. სადაც მინდა, რასაც მინდა, ნუ კომპლექსები, შეიძლება ეს იყოს კომპლექსი, ხო? თქვა, შეიძლება არა, იყო. ხო, ეს იყო კომპლექსი. მაგის აღიარება პრობლემა არ არის, ჩემი აზრით. ანუ რისი კომპლექსი, ვიღაც მიყურებს და რას იფიქრებს ის ვიღაც. რას იფიქრებს, ვაიმე. თან, ანუ უცხო ადამიანიც რას იფიქრებს, მაგრამ მე ისიც მქონდა, რომ აი ჩემი მეგობრები რას იტყვიან. ხო. ოღონდ ჩემი მეგობრები გადასარევი ხალხია, არაფერს არ იტყოდნენ რეალურად, მაგრამ აი მაინც აი გულში რო ფიქრობ, რომ ეხა ეს სიტყვა მაპატიეთ, მაგრამ არ გაქრინჯოთ რა. ხო. აუ ეხლა ეგ იყო. და ახლა აღარ მაქვს რა, იმიტომ რომ რეალურად ვუყურებ მე ჩემთავს რა. მე რა მომეწონება. და მე სხვას რა მოეწონება, მაინტერესებს, მაგრამ არ არსებობს რა, ეხლა ვიღაცას რომ რაღაცა შენი გაკეთებული არ მოეწონს, ეგ არის გამორიცხული რა. სურო ოქრო და რავი, არ ვიცი, რაღაც აოცრება გავაკეთო, ეკლესია რო ავაშენო ხვალ 3 საათზე, მაინც გამლანძღავენ. მართლა, ზუსტად ვიცი. რატომ ააშენა ის რაღაც გუმბათი, რატომ არის სხვანაირი? აი, ზუსტად ვიცი რომ ეგრე მოხდება. შესაბამისად ეგ ყველაფერი ნაბიჯ ვისწავლე წლების განმავლობაში, მაგრამ აი მან ჩემ ოჯახს აქვს ძალიან დიდი დამსახურება რა, დედას, მამას, ბაბუა, გიამურღულია ყველა მეცით, ბებია. გიამურღულია შვილიშვილია მანიუ, ვინც არიცით. ეხლა შეიძლება მაყურებელმა იფიქროს, რომ ბატონ გია უფრო საჩემო ჩემი პოდკასტის სტუმარი უფრო წარმოედგია ბატონი გია. მოიწვიე ბაბუ, ძალიან საინტერესო რესპონდენტი იქნება. ხო, ზღადაშორის შენი მოწვევა ხო ძალიან დიდი ხანია მინდა და ეს უფიქრობდი რომ აი მინდა რომ ძალიან დიდი კონტრასტი არ იყოს წინა სტუმართან და წინა თემასთან, იმიტომ რომ მე ვიწვევ მეცნიერებს, აკადემიკოსებს, რაღაც ისეთ ხალხს რომელიც ფსიქოლოგებს და ასე შემდეგ და აი ფიქრობდი რომ აი რაღაცა რომ მოუხდეს ამ თემას და მე მივხვდი რომ არ უნდა მოუხდეს. აი ეს კონტრასტი არის ზუსტად საინტერესო, იმიტომ რომ აი ეს საპირისპიროებთან მიახლოება არის ზუსტად ის რაც ცხოვრებაში თლიან სურათს გვაჩვენებს, ხო? აი ყველაფერი არ ვარ რაღაც ჩაკეტილები მხოლოდ ერთ პოლარობაში, არამედ ყველაფერს ვუყურებთ და მაგრამ ყველა შესაძლებელი ვართ. შეიძლება არ ფიქრობს, მაგრამ მე მინდა რომ აი ამის ტრანსლირება გავაკეთო, რომ აი მიმღებლები ვიყოთ, ეს მიმღებლობა არის ძალიან მაგარი რამე პირველ რიგში ჩვენთვის. ასე რომ შენ ხა ამბობდი სხვისი აზრი დავამარცხო ჩვენ თავში რომ აი როგორ ნერვიულობდი და ასე შემდეგ, მაგრამ აი მაინც უნდა გკითხო, აი სად გადის ზღვარი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ სოციალური არსებები, ადამიანები ერთად ვცხოვრობთ, ადამიანის გარეშე ადამიანი ვერ გახდება პიროვნება, ხო? აი სად არის ზღვარი, რომ ის ადამიანი ჩემს პირად ცხოვრებაში არ უნდა შემოიჭრას, არ უნდა შემიშალოს ხელი ჩემი თქვა სხვადასხვა ქცევების დაგეგმაში, მაგრამ აი სად უნდა გავითვალისწინო მეორე ადამიანი? იცი რა, გააჩნია ადამიანს ერთი და გააჩნია რის რჩევას გაძლევს, არა? ხო, ანუ თუნდაც ახლა სოციალურ მედიაში კომენტარებს ვკითხულობ ხოლმე, ადრე არ ვკითხულობდი რა, ძალიან მწყინდა რაღაცებს მიწერდნენ ხოლმე და მართლა აი გულით მწყინდა ხოლმე რა. თან მე საკმაოდ ემოციური ადამიანი ვარ და აი შეიძლება აი უბრალოდ რომ მითხრა რომ ანუ ეს ფერი არ გიხდება, აი მთელი დღე ვიყო მოწყენილი, მართლა.
იცი რომ არ გეტყობა იქ სოციალურ ქსელში. ძალიან ბევრს არ გონია. აი რატომღაც ყოველს გონია რომ რაღაცა ძალიან ძლიერი და ამას არაფერი არ არის ეგრე. არ არის ეგრე და სხვათა შორის რჩევას მოგცემთ უბრალოდ ვინც ეგრე გაჩვენებს თავს რეალურად ეგენი ყველაზე მტრევადი ხალხია და მოუფრთხილდით. ვართ. ოკეი. ხო. იმიტომ რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენ რა ეგეთ ადამიანებს ზოგადად უყვართ თავის დაჭერა ძალიან ისე რა რომ არ შეემჩნეთ რაღაცა. მეც ვიყავი ეგეთი. ზუსტად ეგეთი ვიყავი. 1-3-4 წლის წინანდელ მანუს რო შევხედოთ. აი ეგეთი ვიყავი რომ აი ვინმე მარ დაინახოს რომ რამე არასწორად გავაკეთე ვაი მე თუ რაღაცა. ხო. და ამ დროს ძალიან გულთან ახლოს მიგაქო. გულთან ხო. და შესაბამისად იმ თემას დაუბრუნდეთ რომ ძალიან ვაქცევდი რა ყურადღებას და მწყინდა რა. მე მივხვდი რომ ეგრე არ უნდა იყოს. კი არის ძალიან ბევრი ადამიანი რომელიც მართლა არაადეკვატურ რაღაცას გიწევს რა რომელიც აი სიმართლესთან აი საერთოდ არ ჩაულია მაგრამ ზოგი არის აი ისეთ რაღაცას გიწევს რომ იქიდან რაღაცა მიტყალი რომ გაითვალისწინო გამოგადგება. ეგ არის რა. შესაბამისად ეხა ფილტრავ ხოლმე რა და შესაბამისად აქედან გამომდინარე მე მადგება ეგ. ბევრი ადამიანი მართლა YouTube-ზეც მათ შორის მაგარი community ყავს სხვათა შორის. ძალიან სულ სხვა თემია YouTube-ი. სულ რო შემოვდივარ ხოლმე და ვნახულობ, აი მართლა ძალიან მაგარია რა. TikTok-საც ძალიან კარგი აქვს. შეიძლება ბევრს რაღაც ცოტა აგდებულად აქვს დამოკიდებულება, მაგრამ TikTok-ზეც ძალიან კარგი ხალხი არის. დამიჯერეთ. ხო, ეგ ხშირად არ გამიგია. TikTok-ზე არის, აუ ყველგან არის ეხა ცუდი რა. შეიძლება YouTube-ზე ნაკლებია, მაგრამ TikTok-ზე რო აი ესე გადავლაიციან ხოლმე რომ არავინ არ არის ეგრე ახლა რა და იქაც ძალიან ბევრი ადამიანია, რომელიც კარგ რჩევასაც დაგიწერს და რაღაცა ადეკვატურს გასწავლის. ასე რომ ფილტრავ რა და შესაბამისად ზღვარის მანდარი. თუმცა მაინც ვცდილობ ხოლმე რომ დიდი გავლენა არ მოახდინოს. ხო. არ არის და როგორი იღებ აი ამ უარყოფით კომენტარებს? ხო, იცი რა, მაგრად მეხმარებიან ოჯახის წევრები და მეგობრები. აი შელაპარაკობ მეგობრებთან, იცი რა, ამან ეს დამიწერა და ესე კი, როგორ არა? აი კი, ჩამიგდია ჩემი დაქალისთვის ოფოსთვის რომ ნახე. ნახე ხა ეს რა არის და ის იქიდან რომ ანუ მანუ ნახე სარკე აიღე ჩაიქე და გაიხსენე რა ხდება რომელი საუკუნეა და მე ხა მოდი და დაფიქრდი რაზე ბრაზდები ხო და მეგობრები არის ყველაზე მნიშვნელოვანი მე ჩემ მეგობრებზე არ ვიცი მართლა ძალიან მიყვარს რა ყველა ბევრი მეგობარი ყავს არა ცოტა არა ბევრი მეგობარი არ ყავს ახლობელს ვქულეს ხო ძალიან ახლო მეგობრები საუკეთესო მეგობრები თითქოს ჩამოსათვლელად ხო და მაგრამ აი როგორი მეგობრები იცით რომ აი ჩემ თავს მართლა გადავდებ მაგათთვის anytime ანუ პრობლემა არ მაქვს ძალიან და ისევე ვიცი რომ ეგენიც მოიქცევიან ძალიან ვენდობი. კაი მოდი ახლა იცი რაზე მინდა დავიწყოთ საუბარი შენი კლიპი რომლითაც გახდი ძალიან პოპულარული მანამდეც TikTok-ზე აქტიური იყავი დებდი ვიდეოებს რომელსაც 100,000 ნახვა ქონდა მაგრამ ჩაწერეთ ეს ვიდეო და YouTube-ზე რომელსაც აქვს ხალხო 90 მილიონი ნახვა. ეს ძალიან დიდი შედეგია. ანუ თან საქართველოში. დიახ. ეს არის ქართული დისკო, ხო? ქართული დისკო. სადაც მანუ არის ულამაზესი. მართლა. არ ვიცი, აი რა მოხდა, აი ეს კლიპი რატო გახდა აი ასეთი პოპულარული. მე მგონია რომ შენ გაქვს აი რაღაც ცენტრალური ფიგურა ხარ, რატომაც ეს არის პოპულარული. ახლა ამაზე მე თავს არ დაგიქნა. ხო, ვიცი რომ არ დამიქნევ, რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ჩვენ აქ გუნდივართ, ვიმუშავეთ. ნიკო ნაინტაშვილი, ამიკო ჩოხარაძე და რაც თავარია ჩვენი პროდიუსერი ზვიად ბლიაძე მაგის გაკეთებულია. ხო და მე ეს არ ვიცოდი და ახლა ხანს გავიგე. ხო, მისი გაკეთებულია და ნუ ჩვენი ბენდი დათო პორჩხიძეც რა თქმა უნდა მუშაობდით ამაზე ყველანი ერთად და ეგ არის რა რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანი შეიკრიბა. რაღაცა ის სწორად გილას სწორად აღმოვჩდით ყველანი და მე ვფიქრობ რომ მაგიტო გახდა ეგეთი პოპულარული რა და მე მაგას ძალიან მაგრად ვაფასებ. თითოეულ ადამიანს ვაფასებ, აქედან კიდე ერთხელ უღრმესი მადლობა თქვენ რომ ეგეთი რაღაცა ერთად შევძელით, ანუ არ მგონია რომ აი ვიღაცა რო არ ყოფილიყო, ეგეთი მაგარი იქნებოდა რა, ანუ ყველას თავისი ადგილი ჰქონდა და მაგიტომაც რაღაცა აი ძალიან მიყვარს ეგ ფაქტი რა, რომ ესეთი წარმატებულები გავხდით რა, იმიტომ რომ ანუ ჩვენ ვართ რაღაცა ელჩები. თქვენ არ გინახავთ ახლა მე ეს მარიაჟობას არ დავიწყებ, მაგრამ როცა გავდივართ ხოლმე ქვეყნის გარეთ ანუ ამ სიმღერამ ყველაფერი მართლა ანუ ყაზახეთში პირველად რომ ჩავედით სალომე აეროპორტი გაჩერდა და არ ვიგონებ მე თავიდან მართლა უკან ვიყურებოდი რომ მეთქი ანუ რა ხდება ანუ ვინმე უკან ბიონსე ხო არ მოდის აი რა ხდება მართლა აი პას კონტროლის ტიპები ვინც არიან გადმოდიოდნენ სურათებს იღებდნენ და დღესაც ესე არის ანუ ძალიან თბილად ხვდებიან რა მართლა და ეს ხდება სხვა ქვეყნებშიც და შესაბამისად ანუ ვერ წარმომიდგენია როგორ შეიძლება ადამიანს ეგ არ გაუხარდეს ქართველს რა როცა ქართველი ეგეთ რაღაცას აღწევს და თან მაშინ როდესაც ეს სიმღერა არის სრულად იუმორისტულად გაკეთებული ეს არ ყოფილა რომ ჩვენ დავდექით და ეს არის იუმორისტული გადაცემა ნიკოს შოუ ერქვა და ერთ-ერთი გადაცემა იყო იუმორისტული
სადაც გაკეთდა ეს ნომერი. ტექსტს თუ დააკვირდებით, მიხვდებით, რომ იუმორისტულია, ხაჭაპური ჯობია პიცას, თას რაღაცებს ვამბობთ. ახლა აქ რაღაცა საოცარი ლექსი დაიწერა და ამაზე სიმღერა მე ჩვენ დაარიქა ხმებში მიმღერათ არ არის ხო? და სიმღერაც იტალიურია, სხვისია. იტალიური სიმღერა, იტალო დისკო არის, ეს არის Colors ჯგუფი და მათი სიმღერა არის. ხო. შესაბამისად ეს იყო სრულად იუმორისტული სიმღერა და აი უცბად და გავარდა. და ჩვენს გავარდით. ვეღარ გავარდით, მაგრამ ჩავარდა. აი, რამდენი ხანში გავარდა? გახდა ვირუსულად. იცი რა, ეგრევე არ ყოფილა. თუ არ ვწდები, ეგ მოხდა აი რაღაცა ერთ თვეში, თუ აი რაღაცა ესე დაიწყო, იმიტომ რომ TikTok-ზე წავიდა. აი ეგ არის მეგობრებო, TikTok-ს რო ლანძღავთ ხოლმე. TikTok-ი ძალიან ღირებული რამ არის, ასე რომ შეგიძლიათ სათქვენოდაც კარგად გამოიყენოთ. კი, შოუ ბიზნესში ვინც არის, სიმღერა, მუსიკოსი, ხელოვანი. კი, ანუ ძალიან ბევრ რაღაცას უწყობს ხელს, ეგრე არ არის რა, რო ილანძღებიან ხოლმე ეს რა ქნა TikTok-მა და რაღაცა მსგავსი. ხო და TikTok-ზე დაიწყო უცბად და ჩვენ ანუ ცოტა ვერ მივხვდით, ანუ რა ხდება ჩვენ სიმღერა ხო? რაღაცა მერე სხვებმაც დადეს, მერე გაიტრენდა, ქვეყნები აყვნენ, რაღაცა ახალ-ახალი ტრენდები, ანუ თავიდან თუ ცეკვის იყო, მერე სიმღერის იყო, მერე რაღაცა თოუს წმინდავდა ხალხი ამ სიმღერას და ანუ ბევრი ტრენდი წამოვიდა რა. და ჩვენ სადღაც გზადაგზაავყევით, ჩვენ საკვარტალ რაღაცა ეგეთი იყო. და რავი, მერე ნელ-ნელა წავიდა და რავი, ახლა აქ ვართ. აჰა, ესე იგი შენ, ანუ ეს სიმღერა როგორ შეიქმნა, შეგიძლია მითხრა, უცებ დაიწერა, უცებ ეს გაკეთეს ზვიად ბლიაძემ. ზვიო, ესე აკეთებდა ხოლმე სულ გადაცემისთვის, ანუ პროდიუსერია წარმოიდგინა და თითო გადაცემაში თითო სიმღერა იქნებოდა, ესეთი გადაკეთებული სახუმარო ვერსია. ზვიო მოიტანა ეს სიმღერა და არ ვიცი, თუ დააკვირდებით კლიპს, ჩანს რომ ანუ ზოგადად მე კამერაზე მუშაობა მიყვარს, ანუ კამერას ვეკონტაქტები ხოლმე. ამ სიმღერაში კამერას არ ვუყურებ. რატო? ანუ სრულად ვარ კონცენტრირებული სუფლიორზე, იმიტომ რომ იქ ვისწავლე ეს სიმღერა. არ ჩაწერეს დღე? ხო. იმ დღეს ვისწავლე და აი მღერი ეს ანუ აი კამერა ხომ აქ წესით მიყურებს ახლა. აი მე მღერი აქ. აქ ხაჭაპურის ჯობ. აი ეს. და ანუ აი ჩემი პროდიუსერი ასევე ლიკუნა და ძალიან ახლო მეგობარი მახსენებს რომ აი როგორ ახსოვს იცი რომ აი მოხვედიო და ამბობდი რომ ეს რა სიმღერა არის, რას ვღერიოთ, ან მე არ მოგეწონა. არ მომეწონა რა პირველად, მეთქი ეს რა არის მეთქი და მე ეხლა ამას აღარ ვფიქრობ. ეხლა მოგწონა. ბრავო ზვიად. ესე იგი მაინც განაპირობა იმან რომ პოპულარული გახდა ხო და ნუ სულ სხვა რაღაც გზები გაგიხსნა ამ სიმღერამ შენ პირადად. ბევრი რამე მოიტანა ძალიან რა. მაგრამ პირველ რიგში მე რაზეც ვგიჟდები, ანუ ხალხის სიყვარული. იცი როგორ მიყვარს, ანუ ბევრჯერ ვკითხავთ, რომ აი ხო არ შეგაწუხეს, ხო არ გბეზრდება? არა. არასდროს. მითხარით, ყველაზე ბედნიერი მე ვარ ხოლმე. ანუ ბავშვიან დიდიან, აი რაღაცა კარგს მეუბნებიან ხოლმე. თელი დღე მე ვარ ბედნიერი. და შესაბამისად მე რა ვისწავლე, იცი, მეც ვეუბნები სხვებს. ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ მე რო ვიცი რომ მე როგორ მსიამოვნებს. აი მაღაზიაში შევდივარ, არ ვიცი, ყავას ვყიდულობ, აი ყველგან მინდა ხოლმე რომ კომპლიმენტი ვუთხრა ვიღაცას, რომ ისაც ბედნიერი იქნება, ესე მგონია რა იმ დღეს. და მაგაშიც გავართ ერთმანეთს და კიდე რაღაცაში გავართ ამაზე მე მოგვიანებით ვიტყვი. ესე იგი შენ მე როცა გესაუბრებოდი ტელეფონზე და ამ პოდკასტს გეგმავდით, მითხარი რომ ძალიან გიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. ბავშვობიდან. ეხლა ორი კითხვა მაქვს. ჯერ ის რომ აი რას განიცდი, როდესაც ხარ ყურადღების ცენტრში? არ ვიცი, აი ეხაც ნახე. Chills. დაგბურდილა. მიყვარს აი ბავშვობიდან, აი თუნდაც ეზოში რო თამაშობდი, იქაც მიყვარდა ეს ლიდერობა რა, აი მომწონდა რა ყურადღების ცენტრში რო ვიყავი, კარგად რო თამაშობდი, თუნდაც მე რომ მღეროდი და ბავშვობაში 9 წელს რო ვიყავი, მაშინაც ანაბანაში გამოვდიოდი, იქაც გავიმარჯვე და აი სკოლაშიც რო მივდიოდი და ანუ მანიუ რაღაცა რო მანანიკოს მეძახდნენ მაშინ. ხო. რო გქონდათ ხოლმე ეგანსა რომ აი მანანიკო მღერის, იქ სცენაზეა, იქ რაღაცა კონცერტებზე, აი მიხაროდა რა, მომწონდა რა. არ ვიცი სხვა შეს არ მიფიქრია რატომ მომწონს. არ ვიცი, შეგანადოა. აი რას განიცდი, თუ შეგიძლია რომ გააჟღერო. აი განცდები რომ მითხრა. სიამოვნება 100%. კი. მეტიც შემიძლია გითხრა, აი როდესაც არ ვარ ყურადღების ცენტრში. ძალიან არ მიყვარს. ახლა იმას კი არ ვამბობ რომ ფეხბურთზე რო კვარაცხელია ძალიან მაგრად თამაშობ, მაგრამ არ მიყვარს ამას არ ვიტყვი. ხო, მაგრამ აი რაღაც სიტუაციებში არის ხოლმე, როდესაც აი მინდა რა რომ აი მეც შენც ხო ანუ ადეკვატურად ანუ შენი თავის გამოხატვაა ეს კი აი ყურადღების ცენტრში რო ხარ რაღაცა ისეც აკეთებ რაც შენ მოგწონს შენ გიამონებს და შენს მოწოდებასთან არის დაკავშირებული ალბათ სწორედ და თან გონია ხოლმე რომ ანუ
ვიღაცასაც გაუხარდება და მოეწონება და გამხიარულდება. ეს უკვე თავდაჯერებულობიდან მოდის. ესე იგი შენ ძალიან დიდი თავდაჯერებულობა გაქვს, ძალიან მაგარია. არა, არ ხარ თავდაჯერებული? იცი რა, ნახე, თუ სიმღერას ეხება საქმე, თავდაჯერებული ვარ. ახლა კერლინგზე რო შემიშვა, იქ თავდაჯერებული ვერასდროს ვერ იქნებია. თუ ვიცი საქმე რასაც ვაკეთებ, შესაბამისად თავდაჯერებული ვარ და ეგ ზოგადად მნიშვნელოვანია. სხვა შორის ბევრჯერ უთქვამთ როგორი რაღაც იცი? აი სურო არ იცოდე საქმე სხვას არ დაანახო. აი უთქვამთ ეგეთი რჩევა რა, რომ აი მაინც შედი ვითომ ნამბერ 1 ხარ თუ რაღაცა რა. გაიმართე. ხო, გაიმართე და თავი აწედა. რაღაც მომენტში სწორია რა, იმიტომ რომ შენ როგორც აღიქვამ შენ თავს და როგორც შეხვალ იქ რა. სოციუმში ისე დაგინახავენ სხვები. კი, განწყობაა ეგ ყველაფერი. მე რატო გეკითხე ამაზე, იცი? ბევრს უნდა ყურადღების ცენტრში ყოფნა, ძალიან ბევრს, მაგრამ ვერ აღწევენ ამას. აი შენ რა ნაბიჯები გადადგი? რომ მიგეღწია იმისთვის, რომ დღეს ხარ ყურადღების ცენტრში. მოდი, აი რაღაც ერთგვარი შენი გზა რო გითხრა, აი რა გააკეთე, რომ იქნებ ვიღაცა, ვისაც მართლა ძალიან უნდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. ნუ შეიძლება ხა შენსავით 100,000 ადამიანის ცენტრში არა, მაგრამ აი რაღაცით უნდა რომ იყოს გამოჩენილი, ასე ვთქვათ, საქმე გააკეთოს, წარმატებას მიაღწიოს. აი რა უნდა გააკეთოს? შენ რა გააკეთე უბრალოდ, შენი გზა გითხარი და იქნებ ვიღაცამ დაინახოს რაღაც საერთოდ. სანამ ამ კითხვაზე პასუხს გავცემ, ბრავო, ანუ აი გიჟდები კარგ ჟურნალისტებს და აი ისეთ რაღაცას რო გკითხავს, რომ აი გესიამოვნება, ბრავო, მართლა. მადლობა. ოკეი, იცი რა, პირველ რიგში მე ვფიქრობ, რომ იმ საქმეს, რაშიც გინდა რომ თავი გამოიჩინო, მაგრად უნდა აკეთებდე რა, სანახევროდ არა. მე ჩემი თავის ქება არ მინდა რა. ბასტიობში თორსა დავდიოდი, მაშინაც ეხა გამორჩეული ვიყავი და ვაიმე ყველაზე მაგარი ვიყავის, არ ვიტყვი, მაგრამ ანუ ისეთი, ანუ შეიძლება ხმის გამო, შეიძლება არ ვიცი, კარგად მღეროდი და მაგის გამო. ხო, გამორჩეული ხმა გაქვს ნამდვილად. მადლობა. ძალიან ხავერდოვანი, აი უკვე რო საუბრობ, უკვე განსხვავებული ხარ, უკვე მისიამოვნებს და რომ ღერი ვინთქინეთ. ხო, არ ვიცი და შესაბამისად რო ვიცოდი რომ მოსწონდა ვიღაცებს ჩემი ნამღერი და ბევრჯერ უთქვამთ კომპლიმენტი, ეგ თავდაჯერებულობა მე მაქედან წამოვიდა რა. და შესაბამისად რაღაცას კარგად რო ვაკეთებ, ალბათ მაქედან მოდის ყველაფერი. ეხლა თუ ვერ გამოგდეს, ანუ როგორ შეიძლება თავდაჯერებული? ვერ გექნება. მაგრამ ბევრს ვიცნობ ეგეც. ვაი რომ ბევრს ვიცნობ ეგეც. არ გამოსდის, მაგრამ მაინც. მაგრამ ანუ ყველაზე სასაცილო, ხო. ეგეთ ადამიანებს ძალიან ხშირად უმართლებთ. კი, იმიტომ რომ ცდილობენ ძალიან. ანუ ეგეცაა და გამართლებაც, ხო რა? ხო იცი, გამართლების ფორმულა ეგ არის. ვიღაცამ თქვა აღარ მახსოვს, დავაკვირდიო, რომ მაშინ მიმართლებს, როცა კარგად ვარ მზადო. ანუ ბევრჯერ რო ეცდები მოემზადები, სწავლი, რაღაცას დაახელოვნებ, მე უფრო გაგიმართლებს. ვიდრე არაფერს არ აკეთებ, ესე არავის არ უმართლებს, გამორიცხულია. და ჩემი აზრით, შენ შემთხვევაში ცი რა იყო მთავარი, რომ ადამიანს თავდაჯერებულობა აქვს იმაში, რაშიც მაგარია, ანუ რაც გამოსდის, ანუ რაც სიამოვნებს. ესე იგი შენ აკეთებდი ზუსტად იმას, რაც გსიამოვნებდა და თავდაჯერებულობა ვერ გექნება იმაში, რაც არ გსიამოვნებს, იმიტომ რომ არ გაინტერესებს, შესაბამისად არ ახელოვნებ, არ რეპეტიციობ, არ ცდილობ ბევრჯერ, იმიტომ რომ არ გსიამოვნებს რა და შენ როცა გსიამოვნებ და ყველაფერს აკეთებდი, ყოველ დღე ფაქტობრივად. სახშიც ხომ ღეროდი. ხალხის ოჯახის წევრების ჩვენ ძალიან მუსიკალური ოჯახი ვართ და ბავშვობიდან სულ ბებო პიანინოსთან. ანუ სულ ამ ამბავში იყო. სულ მუსიკალური სრულად რა და შესაბამისად ეგრე რო გავიზარდე, მაგ სფეროში ესე რომ ვთქვათ, ეს რაღაცა ლაღის სულ ვიყავი. ხო. თან იმ სხვა შორის იმ კონკურსებმაც ძალიან ბევრი მომცა. ბევრი ამბობს ხოლმე რომ აი კონკურსებში ბავშვი არ გაიყვანოთ, დაისტრესება, ბლა ბლა. თუ არ უნდა გაიყვანო, მაგრამ შენ გინდოდა. არ გინდოდა. ეგრეც არ არის. ნახე მე დიდი ჯერ 8 წლის ბავშვმა ახლა კონკურსში გამიყვანეთ, რომელი გამოვა, ხო? აი მე მქონდა ეგ თავიდან რომ დედი კომბი მიყვანა და ნერვიულობდი მაგრად რა. შეიძლება ახლა დედას რო ეთქვა რომ გინდა, არ გინდა, რო ეკითხა, შეიძლება მე მეთქვა რომ არ მინდა, მადლობთ. მაგრამ ნახე რომ გამიყვანა, მე იქიდან დაიწყო ყველაფერი. ასე რომ ეგ მთლად ბავშვზე არ არის რა დამოკიდებული. ანუ ის არ გქონია იმედგაცრუება, ანუ პირველივეზე რო გახვედი, ეგრევე მოგეწონა. კი. მაშინვე. სცენა და კამერები მართლა მიყვარს. ხა. მაგრამ შეჩვევა უნდა რა, აი დასაწყისში ნერვიულობდი, მაგალითად ანაბანაში. ერთ-ერთი ტური იყო, სადაც უმღეროდით, ნუ ესე ტური იყო, რუსულ სიმღერას. და ბიბი ყვაჭაზე წამყვანი მეკითხება, რომ რა უნდა იმღერო და იმდენად ნერვიულობდი, 9 წლის ვიყავი, რომ სახელი დამავიწყდა. მართლა. ესე ვდგავარ, და მე აი არ ვიცი, მაგ მომენტში რა მოხდა ჩემ ტვინში, არ ვიცი. აი ვთქვათ,
გამახსენდა და გავაგზავნე ჩვეულებრივად რა. ეტყვი რაღაცა აი გამოცდილება არის რაღაც აქცევებთან, რაღაც უცხო გაშეშებებთან და მე ნელ-ნელა იქოქები რა. აგიტო არა სულ უნდა ცადო რაღაცები. სულ უნდა ცადო, ხო. აი შენ შემთხვევაში ეგეც იყო, სულ უნდა ცადო და შენ უბრალოდ იმას აკეთებდი, რაც გსიამოვნებდა რა. როცა არ ვაკეთებდი, ერთ წელში წამოვედი იმ სფეროდან. აი მაგათაც სკოლა რო დავამთავრე. მინდოდა რომ ჩემი ჯიბის ფული მქონოდა. და აღმოჩნდა საერთოდ აი სადე სფერო ში. და ბიზნესში. დავიწყე მუშაობა, ვაფშე არ მწონია, უბრალოდ საერთოდ არ მწონია რო გითხრათ, მაგათაც მუშაობდი ერთ-ერთ კომპანიაში, სადაც ვიყავი მერჩენდაიზერი, პრისეილერი, რაღაც, აი ხო ხტები ერთი წელი. პრობლემა არ მქონდა, არც ტვინში, არც მეგობრებთან ხო ხტები, ანუ რა პრობლემა არის, ხო? მაგრამ მივხვდი რომ აი საერთოდ ახლოს არ არის ჩემთან. აი რა შუაში ვარ, შეიძლება მანდ დაიწყო და მე გახდე კომპანიის დირექტორი, არ არის ეგ გამორიცხული. როცა შენია. ხო, როცა შენია. და ქვემოდან დაწყება არ გეთაკილოთ არავის არასდროს, ეგ დაივიწყეთ. მაგრამ ანუ შენი როცა არ არის, აი რამდენი წელიწად მან დარჩენილიყავი, აი დარწმუნებულიო რომ ვერაფერს ვერ მოვასწრებ. რა დირექტორობა არ გინდოდა შენ არანაირი დირექტორობა კომპანიაში? არა, აი რომ მივხვდი რომ მეთქი ის ფული რაც მჭირდებოდა, მანქანა ვიყიდე მე თვითონ. აი, რაღაცები რაც მინდოდა გავაკეთე. და მე მეთქი აბა აღარ მინდა. ანუ შენ ძალიან ისეთი მიზანმიმართული გოგო ხარ. იცოდი რა გინდოდა და მიიღე ის რაც გინდოდა. არა, არ ვიცოდი. ნახე, ის რო არ მომეწონა ვიცოდი. რა მინდოდა ეგ არ ვიცოდი. აჰა. მე არ არის რა, რომ ამბობენ რომ სკოლა დაამთავრე და ახლა შენ უნდა ზუსტად იცოდე რა გინდა. არ არის ეგრე, არ არის. ხო. თან შენ, ანუ როცა ბავშვობიდან მღეროდი და ასეთი თითქოს ჩანდა რა უნდა გამოსულიყავი ეს რა თქო ბავშვებს რა კითხე. მე იურისტობაც მინდოდა, იცი? მართლა და თან ფილოლოგია გაქვს დამთავრებული. ხო, ქართული ფილოლოგია თესეუ მაქვს დამთავრებული. აი გერმანიაში თუ სწავლობდი. ხო, რაღაცა ვაკეთე, მართლა. ბევრ რამე უნდა ცადოთ, ბევრ რამეს თუ არ ცდით, ვერ იპოვით, რაც მოგწონთ იმას. თუ ნუ მართლა ახლა პირველივე დღიდან არ იცით, რომ სიტყვაზე დურგალი გინდათ რომ იყო. ხო, ანუ გერმანიაში მუსიკალური განხრით თუ ხო? გერმანიაში წასვლას თავისი ისტორია აქვს, თუ არ მოგაწყენ, თუ გინდა მოგიყვები. აბა მოგვიყევი, მაინტერესებს. ხო. სკოლა რო დავამთავრე, მე ვსწავლობდი ბაბუს სკოლაში რა, ლოგოსში და ნუ აქ პლუსი ის იყო, რომ ყველანი თითქმის მივდიოდით უცხოეთში სასწავლებლად. მეც ეს მიზანი მქონდა და მინდოდა რომ გამეგრძელებინა სწავლა ბოსტონში, ბერკლიში. გავაგზავნე იქ ონლაინ ესე რაღაცა აპლიკაცია შევავსე და ჩემი ნამღერი. აი ვზივარ სახლში კომპიუტერთან და მღერი სემ სმიტის რაღაც სიმღერას. გავაგზავნე და არის ეს რანაირად მოხდა მართლა არ ვიცი. იმ ღამეს მომდის პასუხი. ხა იქ დღე იქნებოდა, მაგრამ იმ ღამეს მომდის პასუხი, რომ გინიშნებთ ონლაინ გამოცდასო და ჩემ მეგობრებს ჩაბარებული ქონდათ ბერკლიში მანამდე და არავინ არ დაუბარებიათ ონლაინ გამოცდაზე. ანუ ყველა ჩაიყვანეს ან ევროპაში, ან თვითონ ბოსტონში იქვე გასაუბრებას და ჯერ შოქში ვარ. მეთქი ონლაინ გამოცდას მიზნე რა ხდება? ჩავაბარე ეს გამოცდა და დაფინანსება მომწეს 50%-იანი წარმოიდგინე. და მივდიოდი ბოსტონში ბერკლიში სასწავლებლად. თუმცა სწავლა არის ძალიან ძვირი. ძალიან ძვირია. მართლა ძალიან ძვირი. ხო ვიღაცები მილიონერები არიან, მესმის ქართველები და იმათ შეუძლიათ რომ თავის შვილი გაუშვან. კი ბატონო. მაგრამ ჩვენ ახლა ვერ მოვახერხეთ ეგ ამბავი და ვერ წავედი მე ბერკლიში სასწავლებლად. მაგრამ გული არ დამწყდა. გული ნუ ამაზე ფაქტად დამწყდა, მაგრამ ახლა ხელი ჩავინქნია და მე აღარ ვიმღერებ და ეს არ მიქნია. და რადგანაც მე გერმანულ ენას ვსწავლობდი რა სკოლაშიც და მერეც გოეთეში და სწავლობ გერმანიაში. იმიტომ რომ გერმანიაში მაგალითად არ არის და თან გერმანული ენა თუ იცი, შესაბამისად ძალიან დიდი პრივილეგიები გაქვს რა. ავდექი და გერმანიაში წავედი კონსერვატორიაში. განსხვავება ის არის რომ იმათი მუსიკალური ამბავი ვოკალთან გულისხმობ და ხა იმათი რო შეადარო. შენთან არ იყო ახლოს. შენთან კი არა ერთმანეთს. ის საერთოდ სხვა სკოლა არის რა იქ. და მალე დაბრუნდი იქიდან. ეს იგივე ხა რაღაცა ძალიან ცუდი მანქანა რო შევადარო რაღაცა ხო, გასაგებია. მაგრამ რაღაცა მოგცა მაინც იმ გერმანია. კი. მარტო იყავი, ხო? მარტო წავედი. და ეგ იყო ჩემთვის აი ყველაზე ბედნიერი წამები, რომ მეთქი მე მარტო მივდივარ. მე დამოუკიდებელი ხალი ვარ, მე წავედი ხალხო, თუ რაღაცა. წავედი, 1 წელი ვიყავი, თუ ცოტა მეტი. და რომ მივხვდი რომ აი ტყუილა ვკარგავდი დროს, ისევე როგორც მაგალითად წინა სამსახურში. მეთქი მე ბრუნდებით. მოკლედ შენ ის გაგე 1 წელი გაქვს ყველგან. მოსინჯვის რა. შეიძლება ვიღაცას მეტი დასჭირდეს, შეიძლება ნაკლები, მაგრამ აი რაღაც საქმე თუ არ მოგწონს და გული გიგზნობს რომ ტყუილა ხარ, ადექი და წამოდი, აი ადექი და წამოდი. შეიძლება გეშინოდეს, რომ აი ხა მე აქედან თუ წამოვედი, იქ ვეღარ მიმიღებენ, ან აქ აღარ გამომივა, მაგრამ არ არის ეგრე. არ არის აი
მართლა არ არსებულია, რომ ერთი კარი დახუროთ და მეორე არ გაიღოს. აი ჩემი გამოცდილებით გეუბნებით მართლა რა. თუნდაც აი პოზიტივიზე მუშაობა სანამ დავიწყებდი, მუშაობდი საზოგადოებრივ მოუწყებაზე, სადაც ძალიან კომფორტულად ვიყავი რა. და შეიძლება ითქვას, რომ ასე საერთოდ არ მინდოდა სადმე გადასვლა რა. მაგრამ აი რომ მივხვდი, რომ აი ახალი კარი იღება. შეიძლება რაღაცები არ მოგწონს, მაგრამ მაინც ხო არ ცდი. და მე იქ ბაბუც მოვიდა, რომ ახალი კარი როცა ეგ მაგარი რჩება მომცა, რომ როდესაც რაღაცა ახალის შანსი იგეძლევა, არსებობს რაღაცები, რაც შეიძლება არ მოგწონდეს, მაგრამ უეჭველიცადე. იმიტომ რომ ეგ შანსი შეიძლება მეორედ აღარ მოვიდეს რა. მიუხედავად იმისა, რომ ანუ მინდოდა წამყვანობა, ქონდა რა რაღაცა მიზეზები რა, რომ ხო არ დავრჩე საზოგადოებრივ მოუწყებაზე წამყვანობისთვის ვარ თუ არა მზად. მაგრამ აი ბაბუსაც რო დაუჯერე და ჩემი ოჯახის წევრებსაც და გადავედი იქით, ხო ვნახეთ რაც მივიღე. და მე მადლიერი ვარ მაგარ ხის და ყოველთვის ვიქნები უმადური ადამიანი არ უნდა იყოს, შეიძლება რაღაცები მე აღარ მოგეწონოს იქ და ვეღარ დაალაგდეს, მაგრამ ანუ ის რაც კარგი აქვს გაკეთებული, ძალიან ცუდია რა, ეგ რო არ დაინახო და თქვა რომ აი იცით რა, ეხლა მე ჩემითაც ამას ვიზავდით რაღაც. არა, ნო, ვერ იზავდი. არა. სწორ ადგილას აღმოჩნდი, სწორ დროს. და მოგიტანა ამდენი მილიონი ნახვა. თან იმას აქვს 90 მილიონი, მაგრამ სხვებსაც ხო აქვს ძალიან ბევრი. ეს აქვს ერთ პლატფორმაზე. და ეს ნახე, ეს არის ჩვენი დადებული, რომელიც ჩვენმა არხმა მოვიფიქრეთ 3 თვის მერე. ანუ ეს რო თავიდანვე დადებული. ეს არის გვიან დადებული, როცა უკვე სხვებს ყველას ედო. აი, მართლა, უი, ამას ბევრად მეტი აქვს. ამას ექნება არა, ბევრად მეტი. თან თუ შეკრიბავ სხვა პლატფორმებსაც. და მე იქ ტრენდები და ეს TikTok-ის ტრენდები და სუპერ, ძალიან მაგარია. ესე იგი, ამის მერე რა ხდება შენ ცხოვრებაში, შენ საქმიანობაში? შენ ხარ მაშინ ნიკოს ბენჩი, ხო, სადაც მიგიწვიეს ყაზახეთში, სხვადასხვა ქვეყანაში. ანუ ესე კონცერტს მართავდით და ამ სიმღერას ასრულებდით და კიდე რას ასრულებთ? აი რა რეპერტუარი გვაქვს ჩვენი რეპერტუარი, ახლაც დავდივართ ხოლმე კონცერტებზე, რომელსაც ვასრულებთ ხოლმე რა. ანუ ქართული სიმღერებიც არის. ქართულიც არის უცხოურის არის, უმეტესად მაინც ქართული სიმღერები არის ხოლმე, იმიტომ რომ ძალიან მოსწონთ ახლა ჩვენი ეს რაღაცა. კი, რა თქმა უნდა. და მრავალხმიანი სიმღერები და შესაბამისად გვაქვს. მაგრამ ჩვენ რეპერტუარში დისკოა ძალიან ბევრი. დისკო ხო? პირველი დისკო, მეორე დისკო, ბნელი დისკო, ჩქარი დისკო, ბოლოს დისკო, კიდე დისკო, აი რაღაც. მოწონთ. ხო, ნუ მოწონთ რა. და ჩვენც მოგწონს. რეალურად ჩვენს ძალიან მოგწონს. თავიდან მქონდა რა ის ნახე გადაცემა რომ დავიწყეთ. მე დიდად აღფრთოვანებული არ ვიყავი მაგალითად, რომ აი კი იუმორისტული შოუ იყო და ვიყავი ამისთვის ბრძაობა მქონდა, რომ რაღაც სიმღერები საერთოდ ჩემთან ახლოს არ იქნებოდა, მაგრამ აი მქონდა რა ეგ მომენტი, რომ მეთქი აი ამას რატო უმღერი მე. აი ნახე, ეს კომპლექსი მაშინაც მქონდა. მაგრამ მე მივხვდი, რომ ხედავ ეგ რო იმღერე მე რა მოხდა? ამიტომ გაანებე რა იმ რაღაცა ტვინში რო რაღაცები გიჭყუყუნებს რა. მიხედე რა საქმეს რა და იქ გამოვა რაღაცები. შენ ხარ ასევე ინფლუენსერი. ხარ TikTok-ზე. ხარ Instagram-ზე. ხან რომელ პოდკასტში ხარ სტუმრად, ხან რომელ YouTuber-თან. მოკლედ, ნუ ძალიან დაკა ყველგან შენ ხარ. მიყვარს YouTube-ი. აი ამ სოციალურ მედიამ. რა შესაძლებლობა, მოკლედ კი ვისაუბრეთ უკვე რომ მომღერალს, როგორც მომღერალს, მუსიკოს ძალიან ბევრი კარი გაგიღო, ძალიან ბევრი შესაძლებლობა მოგცა, მაგრამ გარდა როგორც მუსიკოსისა, ინფლუენსერს ხო თავისი სხვა გვერდითი შემოსავალიც აქვს და თავისი საქმიანობა აქვს, როგორც ინფლუენსერს ხო? ეს შენთვის რას წარმოადგენს სოციალური მედია? შეიძლება შემოსავლის წყაროა, აქ ვინმე არ მოგატყუოთ და არ გითხრათ რომ TikTok-ს შემოსავალი არ მოაქვს. შეიძლება იქ მონეტიზაცია ჩართული არ არის, მაგრამ ჯერ აუცილებლად ჩაირთვება. არა, ნუ არ ვიცი როგორ რაღაცა იყო, აი Starbucks-ი შემოვა, მეგობრებო, აი დღეს თუ არა ხვალ შემოვა. არა, იცი, ყველაფერზე მასე იყო, YouTube-იც ხო მონეტიზდება უკვე საქართველოში, მაგრამ ნუ თავიდანვე მე გამიხარდება, იმიტომ რომ მანდ რაც მე ფული დაკარგული მაქვს მონეტიზაცია რო ჩართული ყოფილიყო, აი. რამდენი ფოლოვერი ყავს TikTok-ზე? ეხლა მყავს 350,000. ყველა მიყვარხართ, ყველას მოგიკითხავთ. ზოგი ვერ გაიგებს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი უცხოელის ყავს. ხა. მაგრამ ქართველები, ჩემი community ძალიან კაი community-ია სხვათა შორის. მოგწონს. კი. და ყოველდღე პოსტავ რაღაცას? ვცდილობ, შეიძლება რაღაცა კვირაში 1-2 დღე ჩავაგდო, მაგრამ ვცდილობ ხოლმე რა. თან ჩემი კონტენტი როგორია, იცი? რანაირი ტიპიც ვარ, მხიარული და ცეკვა თამაშა. აი. ეგეთი.
დამაყენეთ მოცეკვეთ ვარ, აი სულ. ხო და აი ეს მინდოდა მეკითხა, როგორიც Instagram-ზე ხარ, TikTok-ზე, ეგეთი ხარ ზუსტად თუ ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ არ არსებობს ახლა ეს გოგო ესეთი იყოს, აი რაღაცა სხვანაირი იქნება კულისებში, ასე რომ თქვა. არ ხარ სხვანაირი. აი რა ხიარულსაც ახლა მხედავთ ზუსტად ეგეთი. ხო, რა მაგარია. თავარი შენ მოგწონს ეგ. მე ვგიჟდები. მე ვარ ადამიანი, რომელსაც არ ვიცი, ძილი საჭირო რო არ იყოს, შეიძლება ღამეც ვიცეკო ვიმღერო, ვითამაშო, აი მეგობრებთან ერთად. მართლა აი ყველგან წავეს რომ იყოს, ერთადერთი ვერ ვცხოვრობ ღამის ცხოვრებით კლუბებში და რაღაცები. მართლა? აი ძალიან არ მიყვარს. ხო. მე მეგონა რომ ეგეც შეგეძლო. აუ არა. აი მართლა. არა, აი მაქსიმუმი ჩემი რა არის, იცი რომ აი სახის კონცერტზე ვიმღერო გვიანობამდე რა, მაგრამ აი ღამის განათანებები და ელექტრომუსიკა ვერა. ხო, სხვათვის ანუ ყოველთვის ეგრე იყავი? ყოველთვის. მართლა. აი კლუბში ვარ ნამყოფი, ალბათ ძალდატანებით, რომ ანუ ფარტიფუფერი არ გამოვსულიყავი, ალბათ გაწელე გამოწელე ორჯერ. მართლა. კი, იმიტომ რომ აი ვერა, აი არა, მეც არ შემილია, ხო. არა, მეც არ შემილია, თან რაღაც ეს არაფხიზელ ხალხთან ვერ ვურთიერთობ. ხო, მაგრამ ნახე იმათ თავისი გართობის მუღამი აქვს რა, ის არ არის არაფხიზელი და იმას უხარია და იმას უხარია თავისნაირთან ოღონდ, ხა არც იმათ უხარიათ ფხიზელთან დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ რაღაც არ ხარ იმათ ტალღაზე და არა, ნახე მე რა მახასიათებს, თუ შევედი ეგეთ ადგილზე. მე ხო ეგეთი ვარ ისედაც მხიარული რა და ანუ ყველას გონია ხას ერთი ორჯერ გონებიათ რომ აი ვიღაცა უკვე ნასვავი ხალხი და მე გონიათ რომ მანუც რა კარგად არის უკვე ნასვავი და მე ამ დროს აი ერთი ჭიქაც რო არ მაგ დალეული და რა იმიტომ რომ მე ვცეკვავ მე გავრბივარ მე მორბივარ ოღონდ მე არ მიყვარს საერთოდ ეს დალევის ამბები რა ხო ჩემი მაქსიმუმი არის აი თხილამურებზე რეალურად ძალიან რო შემცივდება და აი რაღაცა ერთი შოტი შეიძლება ხო ისე რომ დამშვა და აი სმადა რაღაცა ხო მეც ეგრე ვარ იმიტომ რომ მე იმდენად მიყვარს კარგი მუსიკა ანუ რამდენადაც არ მიყვარს კლუბი იმდენად ვიждები ელექტრონულ მუსიკაზე ხო და არ მიყვარს ეს კლუბი და ზოგადად მიყვარს ელექტრონული მუსიკა თუმცა შენგან განსხვავებით მქონდა პერიოდი რომ კლუბებში დავდიოდი აი ანდერგრაუნდში არა კლასიკურ მუსიკას ვუსმენ არა კლასიკურიც ძალიან მიყვარს სხვა შორის მე დამთავრებული მაქვს 10 წლები ფორტეპიანოს იქ თაზე ანძასთანოა ეგრევე და ნუ მაშინ 10 წელი რა თქვა 11 იყო იდეაში ხო მეც მანდალაძის სახელობის საირმეზე ვამბობ მე არა შენ ჩინეთის ალჩოსთან ამბობ არა მე ვამბობ ლამის ანძაზე რო დგას ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე რო დგას არა ხო მანდ არა ხო და კლასიკური მუსიკა ნუ თავისთავად ძალიან მიყვარს მე მიყვარს ყველანაირი მუსიკა კარგი დისკო მოგწონს დისკოც მომწონს სხვა შორის გუშიშეს მუსიკას რო უსმენდი აკიდებული მქონდა მთელი დღე არა და ხა არ მოусმენ მაქსიმალურად არ არის ხო უცებ ესე აიკიდებ და მღერი და მაგას ვამბობდი რომ ეს ელექტრონული მუსიკა მეც ძალიან მიყვარს მაგრამ კლუბები და ეს სასმელი ალკოჰოლი და ნუ სხვა დანარჩენებიც არ შემილია აი ნახე რამდენი საერთო აღმოვაჩინე ახლა კიდე ერთი საერთოზე უნდა ვილაპარაკო ესე იგი მანუ არის ინფლუენსერი ერთადერთი მე მგონი ერთადერთი ჩემ გარდა ვინც ვიცი რომ თავის პირად ცხოვრებას არ აზიარებს ხო ასეა დიდი X-ის არის ამ თემაზე ხო და აი როდის გადაწყვიტე რომ არა როდის გადავწყვიტე იცი? აი ძალიან ბევრი დანგრეული ურთიერთობა რომ ვნახე თან წლების წინ რა ეს იმიტომ რომ გამოვედი და ყვითელ მედიას გავაგებინე, გამოვედი და Instagram-ს გავაგებინე, გამოვედი და გამოვფინე ეს ჩემი ურთიერთობები და რაღაცა თუ მომწონს და ვიღაცა თუ მომწონს. მე იმასთან საქმეს არ გავიფუჭებ იმის გამო რომ აი ნახეთ ჩვენ ერთად ვართ. აი ეგ უკვე საქმის გაფუჭებაა ხო შენ ეს ამის გასაჯაროება. ცერა შეიძლება ვიღაცისთვის არ იყოს რა და მე ესეთი შემთხვევა არ მახსოვს მაგრამ არა მართლა რასაც უყურებ ხოლმე აი გამოვლენ და კი ბატონო თავის საქმეში გაუმარჯოთ მაგ ხალხს და წარმატებები ყველას მაგრამ აი მალევე იშლებიან ხოლმე რაღაც ეს დაცდილი რა სვებს უყურებ მაგრამ სულ რა მაგას თავი დაანებო მე დიდად კმაყოფილი არ ვარ, როდესაც ჩემს საქმეში ერევიან მაგ ხრევ. ანუ აი ვინ არის, რა შვება, რატო ერთად, აი გამანებ რა. მიხედა შენს. მე მგონი შენ მაგაზე მეგობრებთან. სიმღერაზე მკითხე, ცეკვაზე მკითხე, რას ვისვამ სახეზე მკითხე და აი ვინ მიყვარს იმას მომკითხავ. თუ ნიშნულოვანი ხარ ჩემთვის, მე თვითონ გაგაგებინებ. ხა. სხვა შეს ჩემთვის უთქვამთ რა აი რო აზიარებ ყველაფერს, აი ამას რატო არ აზიარებ? იცი როგორ მაინტერესებს შენი პირადი ცხოვრება და მე არა, იცი რატომ მიკვირს? აი მე არ მაინტერესებს ხვების პირადი ცხოვრება.
აი Instagram-ზე რომ ხდება, ვიღაცა რომ დავინახო, რომ აი რაღაც ძალიან ინტიმური რაღაცა კადრები რო არის, კი ვერ ვუყურებ, არ შემიძლია. ნუ ასე მგონია საძინებელში ვარ მაგაც. ხო ძალიან ხარ უცბად აი ტელეფონიდან რომ არა ბოდიში. უკაცრავად შემოვაგე კარი რაღაც არასწორი. რაღაც ეგეთი განცდა. ეკაი მიდგომა. შენ არ გაქვს ეგრე? აი სხვის პირად ხო. ჩემ და შენ შორის განსხვავება არის, მე საერთოდ არ მაინტერესებს. ხო. არა, არ გხვდება ხოლმე სკროლვის დროს. აი შემთხვევით. თქვი მიდი. Instagram-ზე ალბათ ვნახულობ 3 ჩემი მეგობრის სტორს. მართლა? ანუ მორჩა. ყავს ყველა. აი, მაპატიეთ რა, იმიტომ რომ ეგრე აირიდებ ბევრ რაღაცას. მიუთი. Facebook-ზე არ შევდივარ. ხო, Facebook-ზე მეც არ შევდივარ. Instagram-ზე როცა შევდივარ, ვნახულობ ჩემი 5 ძალიან ახლო მეგობრის სტორს და ნუ 1-2 შეიძლება გავხედო ისიც, რომელიც აი ისეთ ადამიანებს ვაფოლოვებ, რომლებიც რაღაცა მიხარია რომ უყურებ. ხო, აი ზუსტად. აი ჩემი ძალიან ახლო მეგობრების ქმართან ერთად როდებენ ფოტოს, მეც მიხარია ნამდვილად. ხა მაგას ნამდვილად არ ავსკროლობ და მოვიწონებ და ასე შემდეგ, მაგრამ აი რო არ არის ჩემი მეგობარი და ჩემი ახლობელი. რატო ყავს ეგეთი ადამიანი? მე ძალიან ბევრი მყავს მანიუ ძალიან, მაგრამ ეხა ეს მიუთი კაი რაღაც. დაიმახსოვრეთ მეგობრებო. კარგი ჩევა, დამიუთეთ ადამიანები? არა ხო. მაგის გამო არა, მაგრამ სხვა რაღაცების გამო დამიმიუთავს ბევრი. ანუ პირადი ცხოვრების გაზიარების გამო არა, მაგრამ აი ძალიან ჩვეულებრივი ამბავია. რაღაც ერთი პერიოდი ხო იყო, რომ აი ვინ განსაკუთრებით ჩენზიში, რომ აი ვიღაცას თუ დაბლოკავდი, აუ რა გოიმი ხარ, აი რატო დაბლოკეთ რაღაცა რა. კი, ჩვენებს აქვთ რა. ხაც არის რა, რომ აი კაი გოგო არ დაბლოკო ხა, აი კი დაგახურა რაღაცა, მაგრამ არ დაბლოკო. ანუ ეს შენი სიძლიერის ასე გამოხატა. მასზე მაღლად გახარ. Which is აი რამდენად სწორი არ ვიცი ხა დაბლოკვაზე მე ვსაუბრობ ამ შემთხვევაში, მაგრამ აი არ არის რა შენი სივრცე როცა გინდა რომ გქონდეს სუფთად და ლამაზად, შენი საქმეა ვის აღარ ნახავ და ვის ნახავ. ასე რომ ხო, გასაგებია. მოსაზრებებს არ აქცევ, ამაშიც არ აქცევ, ამაშიც არ აქცევ ყურადღება. თუ მინდა დავბლოკავ, თუ მინდა, არ ვიცი, close friend-ებში ჩავამატებ. ისე Instagram-ზე ან სოციალურ ქსელში ვიღაცას ძალიან დაახლოები ხარ? აი შენს გამომწერს. ხო, მე. კი, როგორ არა. მე მყავს გენიალური fan account-ების ჯგუფი. ეს არიან ბავშვები ოღონდ. მართლა. სადღაც ეს 20-მდე ბავშვი არის. ვისე fan account-ი რას ნიშნავს? ანუ შენ account-ს ქმნიან და შენ რაღაცებს დებენ ხოლმე აზრები და რამდენი ნახავთ, ვიცი, იმათაც რომ ხანდახან ჩემზე მეტი ხონიათ. მართლა. ხო, არიან როგორი თბილი გოგოები არიან, იცი მართლა რომ და თან ანუ სულ წერენ, სულ მელაპარაკებენ რაღაცა და მეც ვცდილობ რომ ანუ აი უპასუხო რამდენადაც ვასწრებ ხოლმე აი სულ ვიდეოებითაც, voice-ებითაც რომ აი ძალიან מחარებენ რა. რაღაც ახალ ფოტოს დავდებ ხოლმე და აი რო წამოვა ხოლმე მათი კომენტარებთან გოგოსგან კომენტარი აი ყველაზე მეტად მიხარია რა. გოგო რო გეუბნება რომ ლამაზი ხარო, აი ბრავო. კი, მე სულ ვეუბნები გოგოებს. კი, მეც რო შემოვედი რა გითხარი? კი, აუცილებლად უნდა აი აღნიშნო რომ ისეთი პოზიტიურია და მე აი ძალიან პირდაპირ გეუბნები. ეგ შენ გულის მასაგად არა მართლა ძალიან ლამაზი ხარ. მართლა ეს ამანი ძალიან დიდი მადლობა. ხო და ის არის სითბოს რო ვიღებ ხოლმე სხვებისგან სოციალურ ქსელში მეც სულ ვცდილობ რომ დაუბრუნო რა. სულ ყოველთვის ახლა ყველას ნახავს მართლა ვერ მოვასწრებ, იმიტომ რომ დაირექტში მართლა ბევრი ადამიანი წერება. შენ ძალიან ბევრი გამომწერება. შენ ძალიან ბევრი ყავს და ყველას ძალიან ბევრი. არა, შენ 100 და 300 ყავს ანუ. შენს მან მიხვალ. აი მე იცი რომ მაგაზე არ მიფიქრია არასდროს. აი გიფიქრია ნეტა რა მინდა რომ ყავდეს 300,000-იან, 100,000-იან, 500,000. არა. ხო, მე არა. თავი ყავდა, ეხლა გეტყვი ზუსტად დაში გამახსენდა. სანამ დისკო იქნებოდა 180,000 გამომწერი მყავდა TikTok-ზე. ზუსტად მახსოვს და მერე რო დაიწყო ეს და აყვა და ეხა ვარ მანდასური რა. თუმცა ანუ თუ არ იაქტიურე ძალიან მალე კარგად. აი ეგ არ ჩემი პრობლემა, არ შემელი აქტიურობა. შენი საქმე გაქვს და აქტიური. ხო. ანუ მაგას ვამბობ, რომ თან იქ ხო არის რაღაც პოპულარული თემები, ეს ტრენდები, აი ტრენდზე არასდროს არაფერი არ გადამიღია. ნუ ეხა მე არ მიყვარს ეგეთი რაღაცები, მაგრამ შენობა მუსიკალური ტრენდი. აი რაღაც მუსიკალური რაღაც ცეკვა რაღაცები, საერთოდ და ისევე როგორც მე რო დამსვა და განიხილეო ახლა რომ მითხრა. ხო, მე ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ არაფერი არ ვიცი იმებზე და ისიც ჩემ დაკალს ვეკითხები. ეს ვიყიდო თუ ეს? ხო, რაც არის თავის მოვლას როგორ, ანუ შენი რუტინა გაქვს? კი. აი როგორია? უმეტესად საღამოს უფრო მიყვარს, როდესაც მაკიაჟს ვიცილებ. მაკიაჟისაც ძილს არ ვარ ხსოვანებული, მაგრამ მიწევს ხოლმე. ნუ მაქვს რაღაცა რიტუალი, რო გითხრათ რომ აი 20 საფეხური რო არის და 20 წელს გავდივარ, არა, ერთადერთი ძალიან მიყვარს აი სუფთა სახე რა და შესაბამისად ეს გაწმენდა და რაღაცებს სულ მაგას ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ აი
როცა დადიან კოსმეტოლოგთან კვირაში ერთხელ. არც მე ვარ ეგრე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ბლოგი ამდენი წელია მაქვს. აი, ამდენი გადამეტებული არაფერი არ არის კაი რა. ანუ გოგოს აქვს რაღაცა უნიკალური კანი და რა კოსმეტოლოგი იქით მოვა შენთან მე მგონი. არა, ნუ ესეც მოვლის ის არის შედეგი. ოღონდ ზომიერი მოვლის. აი, ზომიერი მოვლა არის ყველაზე აი, ყველა პროდუქტის ერთმანეთზე. ხო, აი 100 საფეხური და 10 საფეხური პირიქით მე პრობლემებს გაგიჩენს და მე მაგაზე უნდა იდარდო, იმიტომ რომ მე მქონდა ეგ პრობლემა. იმდენ პროდუქტს ტესტავდი, რომ აკნე დამემართო. აუ, აკნე. კოშმარი. აი, კოშმარი. არავის არა, მართლა არავის არ უსურვო. კიდე კაი მეც არა, აი ძალიან მეჩინია მაგით, მართლა ძალიან მეჩინია და მაგით ვარი, რომ აი თუ მივდივარ მაკიაჟის გასაკეთებლად ვინმესთან, რაღაცა სუ ჩემი კი, ეგ ძალიან მე. ხავთ, რამე არ გამოვდოთ? გეხვეწებით. კი, ძალიან სწორია. და აი მასე რომ შენ რაღაცა ზომიერად უდგები და 100 საფეხური არა გაქვს, აკნეს აირიდებ. იმედია. კი, ნამდვილად. ხო და ეხლა რომ გადმოგცემთ ამ ბაბეს საჩუქრებს, ნახოთ აბა როგორ მოგეწონება. ბაბე მიყვარს სხვათა შორის? იყენებ? კი, სხვათა შორის რას ვიყენებ? ეხლა რო გითხრათ რომ ყველაფერს ვისვამ თქვა, არა, მაგრამ ძალიან კარგი ალოეს ისა აქვთ გელი, რომელიც ეხლა გამოგადგებათ, მეგობრებო, ეს არ ვიცი როდის დაიდება, მაგრამ ზაფხულში ხომ დაიდება. ეხლა დაიდება მალე, კი. თუ ოდნავ მაინც ან დაგეწვათ კანი ან რაღაცა, რუჯის გამო, აი მალამოა. ანუ რუჯის შემდეგ. რუჯის შემდეგ. სულ არ დაგეწვათ და ეგ გადაისვათ, ანუ კარგია რა კანისთვის. სხვათვის მე ეგ არ გამიტესტავს. კი, ბაბეს ესეთი მწვანე არის, რამდენი ფლაკონი ჩავცალე არა. მართლა? მოსე ტანის არის? ტანის არის. ოკეი. სახის არ ვიცი, აქვთ თუ არა, ექნებათ, უეჭველი ექნებათ, მაგრამ მე ტანისას ვხმარობ რა. ძალიან მაგარი. ესე კი, აი, რა კაი რჩევა. სხვათა შორის კრემზე, აი, კრემზე მეტად, რუჯის მერე ეგ უფრო სასარგებლოა რა. ოღონდ მაცივარში გააცივე. დედა, რამდენი რამე გწოდნი? არა, ხო. ამდენი რამე მეც არ ვიცოდი, ყოჩა. აი, მაინც გოგოს რომ უნდა ეს თავის მოვლა და რუტინები და ასე შემდეგ, რაღაცას შენი თავისებოდ გაიგებ რა. ChatGPT მეგობრებო. ChatGPT-ს ხშირად ეკითხები რა. არა. არა. სხვა შორის მეც მივხვდი რომ ხალხი დამოკიდებული გახდა ChatGPT-ზე. ChatGPT Plus-ი არც მეყიდია სხვა შორის. არა, არც მე, მაგაზე სულ არც მაქვს ლაპარაკი. არა, იცი რა, ბევრს ძალიან მაგრად ადგება. აი, ზოგს პროფესიულად ადგება. და ეგ ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ აი იმისთვის რომ როგორც ფსიქოლოგს ველაპარაკო? კი, ბევრი. კარგია, ვიღაცისთვის კარგი არის, მაგრამ მე დაქალები მყავს. ფსიქოლოგთან არ ყოფილ ხარ არასდროს? მოყვე. იყავი? მოყვე. მოყვე, ხო. მიდი გვაცინე. არ იყო სასაცილო ჩემთვის, მაგრამ ოკეი. როგორი ამბავი იყო, იცი? მომიწია რაღაც მიზეზის გამო, მისვლა ფსიქოლოგთან რა. გეტყვი რატო? ერთი პერიოდი ვიყავი როგორ იცი? არაფერს არავის თუნდაც ჩემს მეგობარსაც არ უყვებოდი. აი რაღაცას რო განვიცდიდი, ყველაფერს ვიგროვებდი მეგობრებო გულში და ერთხელაც და გავსკვდი და მეთქი, ოპა, ეს არ მომწონს მეგობრებო და გადავწყვი და აი რაღაც. კაი, ოკეი. და ეს არის რა ქვია? წავედი ფსიქოლოგთან, საკმაოდ ცნობილ ფსიქოლოგთან წავედი. შევედი და უბრალოდ როგორ რაღაცა იყო, იცი? არ ვიცი, შეიძლება ჩემზე მორგებული ფსიქოლოგი არ აღმოჩნდა, თუ არ ვიცი, მართლა კარგად უნდა მოიძიოთ ვისთან მიდიხართ. ნახევარი საათი თუ 40 წუთი რაც ვიჯექი, ბოლოს ვთხარი რომ მეთქი ან ეხლა მე აქედან გავდივარ, ან აი ფანჯრიდან ვხტა. ვაიმე, კაი რა. მართლა, აი უბრალოდ აღარ შემეძლო. ანუ იმ ლექციის მოსმენა არა, ნუ ლექცია კატა. თან აი, ხო უნდა მიხვდე, ნახე, აი რო ვიჯექ, ხა შენთან კომფორტულად ვზივარ, მიღიმი რაღაცა. როგორ ვიჯექ, იცი? აი, ხებს ვათა, მეთქი. წავედით. ბოლოს ერთი ჩავაშენდი, მეთქი, ქალბატონო, ეხლა მე აქედან გავდივარ. მართლა. მე ყოჩახ ეგ რო გააკეთე. ბევრი ვერ იზავდა. როგორ გამოვიქეცი, იცი? ანუ მანქანაში, აი, სონიკი ვიყავი ჩვეულებრივად. მართლა. აი, ჰოპ და იქ ვიყავი უკვე. ხო, არა, ყოჩახ, იმიტომ რომ ბევრი ავტორიტეტს ხედავს ფსიქოლოგში და აი ყველაფერში ემორჩილება და ძალიან ცუდია ეგ. როცა გრძნობ რომ რაღაც არ არის შენი, უნდა წახვიდე იქიდან. მე კიდევ ვფიქრობ რომ კარგი ფსიქოლოგი მაგას უნდა ხვდებოდეს, რომ ვიღაცა შენ წინ რო ძის და შენი პროფესია რო არის და არაკომფორტულად რო გრძნობს თავს. და გრძნობდე. მიხვდი რა. ანუ you have one job. მიხვდი. ანუ აი ლაინერს რო გისვამდე და სხვაგან რო წავიდე და რო ვიყო ახლა გრიმიორი ხო? ანუ ხო ვიზაჟისტი. ხო მივხვდები რომ რაღაცა შევცვალოთ. ხა, მესმის. აუ ძალიან ცუდია და მაგის მე ანუ რა ცუდი გამოცდილება ქონია. მაგის მერე ჩემი ფეხი ფსიქოლოგი აღარ იქნება. არასდროს თქვა, მაგრამ ნუ სამაგიეროდ მე დავიწყე ლაპარაკი ჩემს უახლოეს მეგობართან, სოფოს მოვიკითხავ აქედან, რომელიც არის ჩემი ძალიან ახლო მეგობარი მართლა რა, გადასარევი ადამიანი არის და
ბევრად კარგი ფსიქოლოგი აღმოჩნდა. და მან დაიწყო რა მიხვდა დამელაპარაკა და იმასთან რომ წავყევი და ერთი გახსნა და მე პრობლემა აღარ გექნებათ მე სულ დაელაპარაკებით ასე რომ ესე იგი შენი მეგობარი უფრო მიხვდა ჩემი მეგობარი ეგრევე მიხვდა ხა ვიდრე მაგრამ ფსიქოლოგი არ არის ხო ის საოცრება არ არის ეგ საოცრება იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანია ან მოწოდებით ფსიქოლოგი და ბუნებით ფსიქოლოგი კი და არ ჭირდებათ მათ არც განათლება არც დიპლომი და არაფერი აი შენ თუ გაინტერესებს ნუ განათლება რო აქვს მაგიტყვარიან ეგეთები ნუ არ შეიძლება ფსიქოლოგის განათლება არ ჭირდება ხო მაგას ჭირდება ხო თუმცა ნუ თუ შენი პროფესია გინდა რომ გახდეს ეს რა თქმა უნდა განათლებაც საჭიროა ესე იგი შენ გქონია რაღაც მძიმე დღეები ცხოვრებაში აი მაგაზე ხა არ ჩაგეკითხები ვხედავ რომ ანუ რამე აი საოცრება მოხდა ჩემს ცხოვრებაში და ამის გამო არა ხო მაგრამ აი ყოფილა რომ აი რაღაცებზე გეტყვი რა ტელევიზიაში მუშაობა როდესაც დავიწყე მე არ მეგონა რომ იქ ეგეთი ტოქსიკური გარემო იქნებოდა რა და არის ტელევიზიაშიც და ყველგან მაგრამ იქ განსაკუთრებით არის ნუ ეს ტოქსიკური გარემო რა ყველა ცდილობს დაგშაგროს რქები თუ არა მოგივიდა შეიძლება ჩაგძირონ მაგრამ ეს რქებიც რაღაც დოზით ისე არ უნდა მოხდეს რომ ძალიან გაგაბოროტოს ძალიან კი არა ხო პირველი ნახევარი წელი სამ თმა გამითეთრდა მართლა ძალიან ნერვიულობდი რა თან ანუ მე ხო ის ვიყავი რომ მეთქი მე ვინმე ხო არ დაინახავს ახლა რომ მე ნერვიულობდი აი არავისთან არაფერს არ უყვებოდი მაგრამ სახლში რომ მივდიოდი აი აი ეს ჭირდა ხოლმე რომ აი დღეს ეს მოხდა ახლა ის ხვალ ეს რაღაცა რა არ მოგწონდა მე არ მომწონდა არა ანუ ხო ხდება რაღაცებს აკეთებენ ადამიანები ისეც რომ აი ვერ ხვდები მე საერთოდ ვერ ხვდები და ისინი რატო ვერ ხვდებენ არ ვიცი ანუ ხვისი ჩაძირვით შენ რატო ადიხარ ვერ ხვდები არ ადიხარ შენც იქ რჩები ეგ არის ძიძირები ხო და აი ეგ იყო რა მე ვერავინ ვერ ჩამძირა მოდი მოგესალმებით აქედან მე არ ვარ ეგოიანი ადამიანი არ ვარ მართლა მაგრამ ანუ ხო ცადეს მაგრად და სხვათა შორის ვიღაცას ვისაც შეიძლება ჩემნაირი ხასიათი არა აქვს მაგრად დაითრგუნება აი ძალიან და მე ვიცნობ ეგეთ ადამიანებს გიждები ესეთი მეგობრები მყავს ეგეთი რომელიც მან მაგ ინდუსტრიაში რომ შეუშვა ტირილით გამოვა იქიდან უეჭველი გამოვა ტირილით და საერთოდ იტყვის რომ ტელევიზია კი არა კამერა აღარ ჩამირთოთ ტელეფონის ან მართლა გეტყვის და მე რაღაც ეტაპზე ეგ კარგად გადავქაჩე რა ანუ მეთქი მანუ აბა გავიარე ნახე ეს მოხდა არ მოკვდი ადექი მეორე და აღარ ინერვიულებ ბაბუც მაგრა დამეხმარა რა რომ რაღაცეები გაატარე ცოტა რაციონალურად შეხედე არ უნდა ყველაფერზე ისტერიკა რაც მე מחასიათებდა მაგრად რომ აი დავფეთქდებოდი უცბად რომ აი ეს რატო მოხდა და რეალურად არაფერი ეგეთი საჩხუბარი არ არის ანუ ნახევარსაათი გავა მიხვდები რომ კაი ყველა თქვა ოკეი შენ რა მე ხო და მაგან გამათეთრა მე ვინერვიულე მე გავიარე ეგ ეტაპი და ეხა ვარ ესე ტბაში რომელიც ტალღების გარეშეა ნუ ცოტა ქარი თუ ამოვარდება უდნავარი მაგრამ ანუ ოკეანეში და ზღვაში რო დიდი ტალღებია ეგეთი იმედია ესე იგი პირველად ნახე ადამიანს ამდენჯერ ეხსენებინოს ბაბუ მაგრად მიყვარს გეტყობა ჩემ ბებო და ბაბუ ოღონდ ვინმეს არ ეგონოს რომ მე მარტო გია მიყვარს მე მეორეებებია და ბაბუა დედასი ზურა და ნატო ყავს საოცარი ბებიები და ბაბუები მყავს რა ღმერთმა მართლა აი დიდხანს მიცოცხლოს იმიტომ რომ აი ეგეთი კაი რაღაცა არ არსებობს მე გიასთან და მანანოსთან 7 წელი ვცხოვრობდით სანამ ჩვენ ცალკე გადავიდოდით დედიკო და მამიკო და ჩემი და მათთან ვცხოვრობდი მაგრამ იქიდან ყოველ პარასკევი შაბათი კვირა მე მეორე ბებოსთან და ბაბუსთან მივდიოდი ხოლმე და აი იქ ჩემი ბიძაშვილი ზუკა და აი ძალიან მაგრად გავიზარდა ეს ეზოს კულტურა თამაშები რაღაცა და ანუ მაგ სიყვარულში გავიზარდე და მე ვფიქრობ რომ ძალიან კაი გავლენა იქონია მაგან ჩემზე ეხლა თავი შეგება კიდე გამომივა მაგრამ აი ისე რაღაცა კეთილი რაღაცები რომ მაგ სულ მაქედან მაგ რა ანუ სიკეთე გასწავლე ხო მაგრად ხო და ბაბუც გია ეხლა ნუ ამ შემთხვევაში იმიტომ ვილაპარაკებ რომ ნუ იცნობს ძალიან ბევრი ადამიანი აი როგორი საყვარელია იცი აი ხო ვითომ კაცრი ჩანს ხოლმე რა ხო რაღაცა არა აი ყველაზე მაგარი იუმორის გზნობა აქვს აქვს საერთოდ ანეკდოტების კრებული რამდენი იცი რომ თითოში რო 400 ანეკდოტია კაი რა სამბო და როგორი ანეკდოტებია იცი რომ ანუ რო დაიწყოს აი მე თელი დღე იცინე მართლა და ანუ ბაბუსთან ერთად აქტივობები სულ რა ხა ეხლაც დღესაც კი რა ზოგადად ამ პერიოდშიც მოლში ერთად მივდივართ, ტანსაცმელს ერთად ვიდივართ, რაღაცებს ერთად ვარჩევთ. იქ მაგრად ხუმრობთ ხოლმე მაღაზიებში, ტანსაცმელშიც იქ რაღაცას მირჩევს და ეგ აქტივობა
მე უძურფასესია. და ვინმე მართქვას, რომ თაობები ერთმანეთს ვერ უგებენო. ხო. მე და ბაბუ ვართ ერთი ჭკუის, ერთად როცა ვართ. ეხლა მე შეიძლება ჩემ ადამიანთან ხანარი ვიყო და გიაც რასაკვირველია იქნება დიდ ადამიანთან ცოტა სხვანაირი, მაგრამ ჩემთან არის 27 წლის მანუს მეგობარი. მართლა. აი რა ბედნიერება, მერტო. თან ეს შენთვის არის რამხელა სკოლა იმ გაგებით, რომ შენც ესეთი იქნები, შენ შვილიშვილები. აუ ზუსტად. ბაბუ ერთხელ მოვიდა ეზოში. მე პატარა რა, ანუ ვიქნებოდი ესე მე-9 კლასში თუ რაღაცა და ეზოში თამაშზე დღესაც რო გამიშვა ახლა, რომ ხარო ბავშვებთან მიწაში ბურთი თამაშე, პირველი მე შევალ. მიწაში ბურთზე გიჟდები. მიწაში ბურთი ორდროშობანა, 10-ბანა ბიჭებთან ერთად, კარიდან კარში, არის -5. აუში რამდენი გზადნი? კი, იმიტომ რომ მე გიჟდები. მართლა. ავად ბურთი არ მიყვარს. რატო იცი? ვერ ვაგდებ და მე რო რაღაცა მომდის, არ მომწონს. აი პირველობა. აი თურმე. თორე აი ფეხბურთის ბურთთან კი ბატონო. ოკეი, ეგ გამოგდა. მოვიდა ერთხელ ეზოში და არის რამდენი ბავშვი ვიქნებოდეთ? 30 ბავშვი ვიყავით. ყველას გვიყიდა ნაყინები და წვენები. უაიმე. აუ, მან რა ხდებოდა, იცი? აი, 30 სანტიმეტრით ალბათ ბავშვების თვალში. ეს იყო აი რაღაცა. რო აი გამხელ სიხარული და მე ვიყავი, აუ რა მაყი ვიყავი მე ბარა. აი შედაწყობა ეს სულა აუ და სერიოზული. ეს იყო რაღაც. და დღემდე მახსოვს. და ეგეთი ბევრი რაღაცა მახსოვს რა ბაბუსგანაც. ხა. ბებოსგანაც, ზურასგანაც, ნატოსგანაც, აი ძალიან ბევრი რაღაცა კაი მახსოვს რა ის სულ. აი მე პირველად ვნახე ადამიანი ასე ლაპარაკობდეს დავის, ანუ ყველა ეტყვის კი მიყვარს და რაღაცა ორი სიტყვით და შენ მთელი გულით და სხეულით მიყვები ხა ამ ყველაფერს და ამას აი ეხაც აი მართლა აი რომ იმიშვა მართლა დაუბრუნდებოდი მაგ დროში, იმიტომ რომ ყველაზე მაგარია თუნდაც რომ ეზოში თამაშობ და ბებრო გეძახის რომ ამოდი მზად არის გაჭაპურები წავიდა და მე და ჩემი ბიძაშვილი ეგ ობი გქონდა ხოლმე რაზე იცი ახლა მეც ხო მე გოგო ვიყავი ხო მაგრამ ზუკაც ნუ ხო ხვდები და ერთი წეთი ხო ჩემზე პატარა მაგრამ აი რო გვიდებდნენ თეფშზე საჭმელს სანტიმეტრით იყო ნატო გზომავდა რომ რომელიმეს ქათმის ბარკალი ოდნავ დიდი არ ყოფილიყო ოღონდ მართლა იმიტომ რომ მე იქ ისტერიკას დავიმართებდი რომ ანუ ზუკას მეც ვაჭმევთ თუ რა ხდება ანუ მართლა და გაზომვით რომ აბა სწორად ჭამონ ბავშვებმა და ეგეც კი კარგი იყო რომ ანუ აი შუა თამაშიდან რომ უცბად გაიქცეოდი შეჭამდი და უკან ჩახვიდოდი და ყველაზე მეტად წყინს აი ძალიან წყინს გაჯეტების ერა მარტო მაგიტო მიუხედავად იმისა რომ ბევრი პლუსი აქვს ბავშვები რო არ ჩადიან ეზოში ლამის მე ჩავიყვანო და ძალით ვათამაშო რა აი ეგ აქვს ძალიან ცუდი ხო მიჯაჭულობა ძალიან ეჯაჭვებიან მიჯაჭულობაც არის და მაგაზე ცუდი ის არის რომ ბევრ მშობელს უკვე ეგ აღარა აქვს რა რომ ბავშვი ჩაუშვას ეზოში არა აი მე ჩვენთან ეზოში ძალიან იცი რა ჩვენ სტადიონი გვაქვს და სხვათა შორის უფროსები უფრო თამაშობენ ვიდრე ბავშვები გეუბნები აი ხა ბიჭი რო ვიყო ფეხბურთს ყოველდღე ვითამაშებ ხო სიცხვილი და ვითამაშებ მე ვითამაშებ ბებოსთან და ბაბუსთან რომ მივდივარ ხოლმე აივანზე გადავდივარ გავიხედები ხოლმე რომ იქ და ვინმე ჩემიანი ხომ არ არის რომ ბარემ მეც ვითამაშო ჩავალ ოდნავ არ შემწყვება არასდროს არ შემწყვება და ვითამაშებ ღამემდე პრობლემა არ მაქვს ხო და დღეს სად არის აღარ თამაშობენ მაგდან ძალიან ცუდია და თქვენ 90-იანებს კი ნუ საშინელება იყო მესმის და რაც გამოვიდა მაგრამ ხელები აგვიწევია ხო მაგრამ ეგ პლუსი გქონდათ კი რას ლაპარაკობ თუთას ჭამდით ხეზე და დღეს 30 ლარი ღირს თუთა რო იყიდა ეს რასი ეგ რასი გიჟი ანუ აი ეგ ვერ გავიგე აი ალუჩა ანუ ვერ ხვდები თუთა ანუ ხეზე თუთის ხეზე ბავშვი აღარ მინახავს რამდენი წელია და მთელი ბავშვობა მაქვს გატარებული თუთის ხეზე ეს თუთის ხე მრავლადაა ხო ძალიან ბევრია ამოდი დავდივართ გაზელილა ხო და არ გინახავს თუთის ხეზე ბავშვი მე არ მინახავს მართლა მთელი ბავშვობა თუთის ხეზე ხო 1-2 წლის წინ შეგეძლო მეგენახე მე იმედი მაქვს შენაირი ბავშვები კიდევ არსებობს შეგეძლო მეგენახე ხეზე აუ ხეზეც რომაც იცი აი ხო მეც ბავშვობაში გიждდებოდი ხეზეც რომაც და რაღაც ვიდეოებშიც კი არის შენახული ეგ როგორ დავარბივარ ეს თან ძალიან გამხდარ ვიყავი ეს მაღალი ყოველთვის ვიყავი
და აი ეს ცოტა რომ ვითომ მოუხერხებელად რო ეჩვენება ხალხს და ამ დროს მე ვძრები ისე რომ აი ეს დედაჩემი ჩამოდი მართლა თან გოგოსგან ცოტა მოულოდნელია ხოლმე რა აი ისეთები რო არიან და მაგრამ საერთოდ ჩემ ოჯახში ეგ არასდროს არ ყოფილა მიუხედავად იმისა რომ მე იქით ვიყავი სულ აქტიური ლიდერი რაღაცა ხო რაღაცა ფეხბურთის თამაში რო გოგოს უყვარს ახლა შეიძლება ვიღაცას არ ზეამოვნოთ მაგრამ ერთი წამით არასდროს არც ერთ ჩემ მშობელს ეგეთი რაღაცა არ უთქვამს რომ აი გოგო ხარ და მოდი ბარბითი თამაში არც იმ ვიდეოში სხვა შორის ახლა გამახსენდა ვინც გვიღებს დედაჩემი დგას ესე და მიყურებს და ეს კაცი ეუბნება რომ დაეხმარეო და ჩამოვიდეს კაცო თვითონ რა მოხდა გოგოა ეს ეუბნება და მე რა გოგო დედაჩემი ჩამოვხდი იქიდან ჩემით და რა გოგოა ბრავო წერა შემოდი მეგობრებო ანუ ხო ლამაზი არის რა ვიდეოებში გვინახავს და უცბად შემოვიდა აი მოდელი მეთქი მე მანიუ რა საყვარელი ხარ ამდენი კომპლიმენტი არ ვიცი ბოლოს ვინ მითხრა და ვინ ამავსო აქვე დამეთანხმეთ რომ სწორს ვამბობ ლევან დაგვეთანხმა მანიუ ვაიმე ისე გავერთე ხა შენთან საუბარში მე მგონი 2 საათი უკვე აქვს და გაგბურღე არა კი გამბურღე ისე მესიამონა და ისეთი რაღაც აი გისურვებ რომ სულ ასეთი იყო და შენ ცხოვრებაში რასაც დააპირებ დარწმუნებული ვარ აი დარწმუნებული ვარ რომ ყოველთვის შეძლებ მაგრამ აი თუ ოდნა მაინც რაღაც ეჭვები გექნება არასოდეს არ შეგეპარო რომ შენ თავს შეეჭვია იმიტომ რომ აი ფანტასტიკური ადამიანი მადლობა მართლა აი საოცარი ძალიან მაგარი ხარ ასე რომ მიხარია რომ ჩემს პოდკასტში შემოიტანი აი ესეთი ენერგია და მე მიხარია რომ დამპატიჟე რა მიხარდა მართლა ხო გეუბნები ეხლა წესით გაურბი ვარ მაგრამ გამოვხდე ნაით მოვდი მეგობრებო მე აქ ვარ ძალიან მოკლედ ყოფნა იქ შემილია აი თელ დღე გელაპარაკო ძალიან მიხარია მეც აი ეხლა შენთან მართლა 5 საათი ვისაუბრები თან რამდენიმე მქონია საერთო რაღაც ისე გარეგნობითაც რაღაც ორივე შავკრევანი ესეც ხო ხასიათში რაღაცნაირად გამოიხატება ნეტა მეც მიხდებოდა ეგრეთ მაგრამ ძალიან მომწონს ცადე მართლა მე ყველანაირს ვიკეთებ ხოლმე არ მიყვარს ერთფეროვნება შენც ხო მრავალფეროვნება გიყვარს იცი რა ეგ მიყვარს მაგრამ რაც არ მიხდება მაგას ვერ ვიხდებ ხო მე გადაწევთ მაგრამ ჩემი აზრით არ მიხდება მანიუ მოკლედ გითხარი რა საპირებ ზაფხულში რა გეგმები გაქვს კონცერტები ასე შემდეგ ზაფხულში ვაპირებ აბა დასვენება აუ ზაფხული არის დასვენების მეგობრებო რა მუშაობასაც ვაპირებ რა თქმა უნდა და ჩემი ბენდის ამბები მაგრამ მე რას მივხვდი იცი აბა კი გავიგეთ რომ შემოსავალი გვჭირდება კი გავიგე რომ სამსახური ძალიან მნიშვნელოვანია მაგრამ ძალიან ბევრ დროს ვკარგავთ მაგაში რა რაღაცა დღეები თუ არ გამოვყეთ ჩვენთვის გავიდა აი ძალიან გავიდა და ეგრე არ არის რა ზნობა მას დრო რო გარბის დრო რო გარბის მაგას გრძნობ მაგრამ გული არ მწყდება არც ერთი მომენტით იმიტომ რომ ბევრ რაღაცას ვაკეთებ რაც ტვინში მაქვს რა მობილური სულ არ მჭირდება რომ ფოტოები ვნახო რა ბევრი კარგი მოგონება აი ზუსტად ბევრი კარგი ადამიანი და კარგი ემოცია მაქვს რა გულშიც და ტვინშიც და მოპატიეთ გადავეკიდე თქვენს მიკროფონს ხო ეს და მეც ღირა ხო და ხო როცა გადის დაწრთული ხარ აი ეგ არის დრო რო გადის აღარ დაგწყდება გული აი ამ სწრაფ დროის სწრაფაც სირბილზე იმიტომ რომ ბევრი რამე გამოიარე ამ დროში და ბევრი გამოცდილება სულ გაგახსენდეს აი შენს ყველას გაგახსენდეთ რომ აი გაიხსენეთ 1 წლის წინანდელი 2 წლის წინანდელი 3 წლის წინანდელი თქვენი თავი რა სად იყავით და სად ხართ და აი რამეზე თუ მოიწყენთ მაგას რომ გაიხსენებთ რომ იქიდან აქ მე მოვედი ანუ 1 წელში სად იქნებით მეგობრებო მართლა ეგრე იმჯელეთ ცუძე არ კონცენტრირდეთ რამდენჯერაც ეგრე მოვიქეცი და რაღაცა დავთრგუნე ჩემი თავი მე საქმე არ გამოვიდა მიდის ცუდად ამიტომ ეხა რაც რთულად მიდის ხოლმე იმაზეც მოვიწყენ ხოლმე ერთად მე ვიბრწყენ რომ ნახე კარგად განეწყე დაივიწყე ეგ რაღაცა ფიქრები კარგისკენ და მე კარმა კარგად წამოვა აი ზუსტად აქვე მაპატირო გაგბურღე მაგრამ ეგ უნდა ვთქვა ნახე ბევრ ადამიანს უწყენია რა ჩემთვის მართლა გული უტკენიათ როგორ იცი აი თან დაუმსახურებლად აი განსაკუთრებით ამ სიმღერის მერე რა რები დაუწერიათ იცი ჩვენზე აი თან ისეთ ადამიანს რომელსაც ვიცნობ და რომელსაც ძალიან კარგად იციან ახლა ჩემი მუსიკალური გემოვნებაც შესაძლებლობებიც და საშინელებები დაუწერიათ რა და მეც გაუბრაზებულ ვარ და მომდობებია რომ მეთქი აი ხა ამას შევალ და გავახსენებ რომ მოდი ერთი წამი ნახე აბა შენი გაიხსენე ეს არ მიქნია იმიტომ რომ მე მეშინია კარმასი მართლა და დამიბრუნდება ეგრე ვფიქრობ რა რომ ცუდად რომ მოიქცევი კაი კარმას რო თავი დავანებოთ ცუდად რომ მოიქცევი შენც
მერე დაგიბრუნდება უეჭველი რა რაღაცაც უდაც წაგივა და მე რაც შევხედე ჩემი გამოცდილებიდან კარგად რო ვიქცევი იმიტომ რომ რაღაც მომენტებში როცა ვიჭედები რაღაცა ხდება და მე ისევ იხსნება რა ანუ ეგრე მგონია რომ მე რო კარგად ვიქცევი და ვიღაცას ცუდად არ ვექცევი მაგიტომ იმდის კარგად მე საქმე ორე ზოგი ერთი ღირსი ხართ მალახსენო აი შენ ეს არა არასდროს არაფერი გავდივარ თამაშიდან ეგრევე თუ ეგრეა საქმე მანუ ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ ასევე აი უდიდეს წარმატებას და არ ვიცი მე მგონია რომ ყველამ უნდა ადონოთ თვალი ამ გოგოს რომ აი რაღაცა თუ მოიწყენ შედით და უცოტ წაგიცაკოთ ეგრევე კარგ განწყობილებაზე დადგებით ასე რომ ძალიან ბევრ წარმატებას გისურვებ ბევრ სიყვარულს და ბევრ სითბოს ცხოვრებაში მადლობა და მადლობა რომ მომიწვიეთ მეგობრებო გამოიწერეთ ეს არხი იმიტომ რომ ნახეთ ბევრი პოდკასტი არსებობს და ყველას თქვენ გზაზე გაგიმარჯვოთ კიდევ ერთხელ მაგრამ არის ხარისხიანი კონტენტი ეგ დასაფასებელია ასე რომ გამოიწერეთ, დავალაიქეთ, უეჭველი და შენთან ვარ, როცა რაშიც დაგჭირდები, მიგულე მან. ძალიან დიდი მადლობა, რა საყვარელი ხარ. ამდენი გამოიწერეთ, მე არ მithქვებს ჩემს არზე მარ. იცი რა, დღეს ნახე ერთი სერია და ლამის დაგავიწყდა. დასაწყისში და მეც კი რა ხდება, ხო იწყვის, ანუ იქ ზანზალაკი არის და გთხოვთ გამოიწერეთ. მე ვიტყვი. ძალიან საყვარელი ხარ, ძალიან დიდი მადლობა. და მოკლედ მე ერთ კვირით გემშვიდობებით და აი დღეს დავწმუნდი რომ შენაირი ადამიანები უნდა ვეძებო რომ აი ამ პოდკასტში ეს ენერგიები შემოვიტანო რომ ხალხს არ მოვაკლო შენაირი დადებითი ენერგია ძალიან გამიხარდება თუ კომენტარებშიც კარგად გამოიხატება და ვინმეს არ ვაწყენინე არავის დარწმუნებული ვარ და შენს დარწმუნდები რომ ნახო კომენტარებს აქედან შენ community-ს მოვიკითხავ მაშინ მადლობა ყველას ყურადღებისთვის გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაგვიტოვეთ კომენტარებში თქვენი ფიქრები